ხარაგაულის რაიონის ეს ხეობა, მდინარე ჩხერიმელას ხეობა, მთლიანად არის მოწყვლადი ქანები, არის სეისმურად აქტიური ზონა. ეს მარშრუტი უალტერნატივო იყო, აი. რამდენიმე სოფელი ფაქტობრივად მიწასთან გასწორდა და განადგურდა. აფეთქებები აქ არ უნდა ჩატარებულიყო. ყოველწუთიერად ველოდებით უფრო დიდ ზიანს. ალბათ რაღაც მომენტს ელოდებიან და რაღაცა მოხდება მან და რაღაცა რეაგირება როდესღაც იქნება. აქ გვაქვს არაპროფესიონალისთან საქმე ბინმეს მხრიდან. თუ იქ მივდივართ, რომ ესე უფრო მეტი ფული გაკეთდა ამ პროექტზე. სახალხო მატარებლების გატარება დაახლოებით 2 წლის განმავლობაში არ იგეგმებოდა. ეს ახლა რამდენად მართებული იყო, რომ სატვირთო გაატარო და ის ორი ელმავალი, რომელსაც 4 მემანქანე უზის და იმას წირავ. აი, ეხა მე გეტყვით რა სიბინძურია მას შადებული დამაცავე, რომ აი იქაც ყოფილიყო, აი აქაც არ აი ზუსტად. აი ეგეთი სიბინძურია მან შადებული. ამნუისის ხეობაში 4 მილიონი კუბი მიწა რო შევიდა და ჩაიყარა. ეს ხო არ მომხდარა 1 საათში. და ეს დაგუბებული მდინარე როდის იფეთქებს იმ ვერესავით, ესეც კაცმა არ იცის. საერთოდ ძალიან მიზერული თანხაა მაგ ხალხის ღირსეული კომპენსაციაც კი. აი ეგ ჩასავარდნია ბევრი და აი ეგ არის 2 მეტრაზე რკინიგზა. ანუ ხდები იქ რა ხდება? რა დააშავა იმ ხალხს? სახლი ენგრევა და მივიდა ვიღაცა და მიუტანა 300 ლარი სახლი რო გენგრევა. შენ რო დაგენგრა სახლი. შენ თუ დაგაჯერეს რომ ავი ბუნებაა და ხდება. ჩემი წამოსვლის მერე ჟურნალისტს უთხრა რომ მაგ თემაზე ხმა აღარ ამოიღო. ჩვენ ჯიუტები ვართ. მესამედ შევეხები ამ თემას, შენ თუ ჩამიყვან და იმ ხალხს დამარაპარაკებ, ვის ჩემზე თქვა თანამდებობა უნდა. მოგესალმებით მისმინეს მაყურებელს, ეთერშია ჩვენი ყოველკვირეული პოდკასტი ცხელი სკამი, ტრადიციულად გიორგი ახობაძესთან და თორნიკე რაზმაძესთან ერთად და ჩვენი დღევანდელი ეთერის სტუმარია კახა კიკნაძე, სამთო გეოლოგი და დღეს ჩვენი გადაცემა გვინდა დაუთმოთ ხარაგაულის რაიონში და არა მხოლოდ პრინციპში განვითარებულ მოვლენებს, როგორც ჩვენს მაყურებელს, ასევე მისმინეს ეთერში გასული სიუჟეტიდანაც მოიხსენება და ასევე ეს ფართოდ გაშუქდა ეს თემა. რამდენიმე სოფელი ფაქტობრივად მიწასთან გასწორდა და განადგურდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლების და რკინიგზის მიერ დაკონტრაქტებულმა ჩინურმა კომპანიამ იქ აწარმოა გვირაბის გაყვანის სამუშაოები აფეთქებებით, რამაც ყველაფერი ამაზე მიუთითებს პრინციპში, რომ გამოიწვია იმ ახლომდებარე სოფლების ნგრევა და მთელი პრობლემა და კატასტროფა პრინციპში მდგომარეობს იმაში, რომ ეს არ არის მთავარი ზიანი და ჩვენ ყოველწუთიერად ველოდებით უფრო დიდ ზიანს და ტრაგედიას, რომელიც არ ვიცი, ღმერთმა უნდა აგვაშოროს თუ სხვა რა ვარიანტი არსებობს, უბრალოდ წარმოუდგენელია. პატარა რეზუმესავით რო გავაკეთოთ ამ თემის კახა იმ მაყურებლებისთვის, რომელსაც შეიძლება არ უნახავს ჩვენი სიუჟეტი ან აღარ ახსოვს, რა მოხდა ხარაგაულის რაიონის ამ ხეობაში, იმ სოფლებში, ღვერკიში და ხემაღალში და ახლა რა მდგომარეობაა და რა საფრთხე დგას არა მარტო იქაური მცხოვრებლებისთვის, არამედ რკინიგზის თითოეული მგზავრისთვის, რომელიც გადაადგილდება ამ წუთასაც. კი ბატონო, მოგესალმებით. მოგესალმებით. ისევ და ისევ მინდა რომ თავიდან დავიწყოთ, იმიტომ რომ შეიძლება ვინმეს არ მეგულება ესეთი ადამიანი, მაგრამ ვინმეს კიდე იყოს არსებობდეს ესეთი ადამიანები საქართველოში, ვისაც ამ თემაზე არ მოусმენია აზრი. ესე იგი, მოხდა ის, რომ პროექტი, რომელიც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თავიდანვე ვიტყვი, იმიტომ რომ ამას მოყვება ხოლმე შემდეგ რაღაც ინსპირაციები, რომ აი თუ ებრძვით თქვენ ახალ პროექტებს, ებრძვით ახლა მე ინჟინერი ვარ, ვერავინ ვერ მასწავლის პროექტის მნიშვნელობას, მით უმეტეს მაგ პროექტის მნიშვნელობას, ეს იყო მიბმული ღრმაწყლოვან პორტზე და უნდა გაკეთებულიყო ისე, როგორც უნდა გაკეთებულიყო და როგორც წესია, მაგრამ აქ საქმე გქონდა სხვა რამესთან. მოკლედ დავიწყოთ აქედან. ხარაგაულის რაიონის ეს ხეობა, მდინარე ჩხერიმელას ხეობა, მთლიანად არის მოწყვლადი ქანები, არის სეისმურად აქტიური ზონა. არსებობს ამის გეოლოგიური რუკაც, სადაც მთლიანად მთელ სიგრძეზე მდინარის ორივე მხარეს გეოლოგებს მონიშნული აქვთ ეს სოფლები, როგორც სეისმურად აქტიური ზონები. აქ აფეთქებები თავიდანვე ვიტყვი რა, იმიტომ რომ ბევრგან მოგვიწევს ამ თემაზე შეხება, მაგრამ თავიდანვე ვთქვათ ეს, რომ აფეთქებები აქ არ უნდა ჩატარებულიყო. 21 საუკუნეში მით უმეტეს არსებობს იმის ტექნოლოგია, რომ გვირაბები გაიყვანო ისე,
არ ჩაატარო აფეთქებები, არ მოახდინო აფეთქებებითი სამუშაოები. არის რაღაც გამონაკლისი მონაკვეთები, სადაც ეს გეოლოგიურად დამუშავებული რუკები შეისწავლო, იმის მიხედვით გეოლოგებმა დადონ დასკვნა, რომ რა სიმძლავრის აფეთქება შეიძლება კონკრეტულად იმ ადგილზე, თუ რაღაც აუცილებლობა მოითხოვს ამის და გააკეთო ესე. ესე ხდება ნორმალურ ქვეყნებში. მეწყერსაშიში ზონებია. მეწყერსაშიშია მთლიანად ეხლა რომ შევხედოთ ჩვენ ამ ხარაგაულის რუკას, მეწყერსაშიშია ჩხერიმელას ხეობაც და მეწყერსაშიშია ასევე ძირულას ხეობა, სადაც ავტობანი. ეს მარშრუტი ალტერნატივო იყო, აი თქვათ საჭიროებიდან გამომდინარე სახელმწიფოებრივი საჭიროებებიდან. ალტერნატივო იყო, ოღონდ არსებობს იქ რაღაც მონაკვეთები, გვირაბებს თითქმის ვერ შევცვლიდით, გვირაბებს იქ უნდა გაევლო, სადაც უნდა გაევლო, რის გამოც ქანები უნდა დავარდნილიყო, თვითბრუნვა მომატებულიყო და ეხლა ამ თემაში არ შევალ რა. მაგრამ ცალსახელშეგვიძლია ვთქვათ, რომ შეიძლება გაკეთებულიყო ეს არა აფეთქება. არა აფეთქება. აი რაღაც ალტერნატივას რო შევადართ, აი გუდაური კარი და მის ლარსის მიმართულებით რო გვირაბი კეთდება, იქ თვალით რაც მაგ შემშემული ხა მე არც ინჟინერი ვარ და არ მესმის საქმე, მაგრამ ისეთი დიდი რაღაც მანქანა იდგა იქ რომ გვირაბი რო ყავდა რაღაც აი ჭრიდა, ხო? ანუ რეალურად მაგის პრაქტიკა საქართველოში და ის ჩინური კომპანია როგორც მახსოვს წარწერები, ხო? ანუ პრობლემა ჩინურ კომპანიასთან მე ბევრჯერ მითხრეს ხოლმე შენიშვნაც მივიღე რომ ჩინურ კომპანიაზე არ ვსაუბრობ ცუდს არაფერს ახლა ცუდს თავისთავად გამოდის თავის ქვეყანაში ბევრი აშენეს ჩინელები და იციან ახლა ჩინეთის კედელი აქვს ჩინელებს აშენებული და იმას ხარაგაულში ორ გვირაბს როგორ ვერ გაიყვანდნენ და ძალიან კარგადაც გაიყვანდნენ მაგრამ როგორ მოთხოვ მაგას აქვს მნიშვნელობა ეს ფასში სხვაობაა თქვა აი ეს არის თავარი კითხვა აფეთქებას რატომ გააკეთეს მაშინ აფეთქება იცით რა კონკრეტულად ახლა სათქმელი არის ის რომ ეს მანქანა ღირს ძვირი კი ბატონო და თუ ამ მანქანით გავაკეთებთ ჩვენ გვირაბს შედარებით დაждდება ძვირი ოღონდ იმ შემთხვევაში თუ აფეთქებით ზუსტად ისე გავივლით რომ ზედმეტი სამუშაოები არ გვექნება ჩასატარებელი ეხლა ის რომ სოფელ ზვარის ტერიტორიაზე ერთ მხარეზე ჩამოჭრეს მთა აქ გვირაბი აღარ იყო უკვე აი ეს მთის ჩამოჭრების საერთოდ არ იყო საჭირო ესტაკადებზე უნდა გაევლო თუ ჭრიდი ისე უნდა ჩამოჭრა და იმ ხელაქანობით დატოვო ეს მთები რომ შემდეგ არ დაიძრას გაატარეს ერთ მხარეზე დაიძრა ეს მთა ქვემოთ ძალიან ლამაზი ადგილია ხა ვინც იცის ის ადგილი საბავშვო ბაღი იყო იქ ამბულატორია იყო თვითონ ის სოფლის მთავრობის სახლია თუ რაც ქვია ისიც იქ იყო და ეხლა დაემხო ამ ხელამთა თავზე გადმოიტანეს ეს მონაკვეთი მდინარის მეორე მხარეს სადაც ბუნებრივი ალბათ იცით ზვარის წყალი მინერალური წყალია აი ამის თავზე დაიწყეს გადმოიტანეს ჩამოჭრეს მთა ეხლა აშენეს იქ 90 გრადუსიან სიმაღლეზე კედლები ნუ ისიც როგორ შეიძლება ამ ხელამთა 90 გრადუსიან კედელზე დააყენო და ფაქტიურად სანაყაროს ძირში რო არის გადაღებულიც ქონდა ჩვენი სიუჟეტში მანქანიდან კი აი დავლა ზვარის მინერალური წყალი ამოდის მიწაში ნუ ეხლა შეხედეს ხო რა თქმა უნდა ხა ჩინელებს სულ არ ადარდებთ ის ზვარის მინერალური წყალი ხო რა ქნას ეხლა ჩინელს რო ეტყვი რომ აქედან გადმოდი და აქ ააშენე ამ წყალს სვავდა ის ჩინელიც მაგრამ ეხლა წყალს აქ არ გავაფუჭებო რა ჩინელების თავარი ინჟინერი კარგი ამ წუთას ესე იგი რა რეალობა გვაქვს ამის შეჯამებას ეხლა გვაქვს რეალობა ესეთი ну ხვერკში და ხემაღალში ნახეთ რაც მოხდა ეხლა სიმართლე რო გითხრათ მე გამიკვირდა მეთქი არ გამკვირვებია ეს მე ამაზე 2014-15 წლიდან ვსაუბრობ და აქ ნათქვამი რომ 5-6 სოფელი აუცილებლად დაინგრევა აქედან 2 ხედავთ რა მდგომარეობაშიც არის და ეხლა რაც შეეხება დანარჩენ სოფლებს ზვარე ბეჟათუბანი ჩრდილი ნებოძირის აღმოსავლეთი ფერდობი იქ ძირულაში დაიძრა ეხლა კიდე რაღაც გააქტიურდა ამ ძირულაში იცით რა არის იქვე გვირაბი გაკეთდა და მე ყოველთვის ვსაუბრობ ამას ნებისმიერ ადგილზე ნებისმიერ სოფელში ამ ხეობაში სადაც იგრძნობა ხალხი სახლში იჯდა და გრძნობდა რაიმე სახის ვიბრაციას აფეთქებების დროს ყველა სოფელი დაიძრება ამას ეხლა იქ გამომიყვან ნუ ვერ სპეციალისტი ვერავინ ვერ გამოიყვანეს რომ ამაზე წინააღმდეგობა გამიწიოს ნუ ეხლა სოფლის გამგებლების და ესეთ დონეზე იქ ვიღაცებს რაღაც ხინკალს აჭმევენ არახს დაალევინებენ ხინკალს აჭმევენ მე მომიგზავნიან რომ ნუ რაღაც ითარსები და რაღაც ესეთი და არ არსებობს ვარიანტი რომ არ დაინგრეს ანუ სოფელი რო დაინგრა ახლა ითარსებოდა ის კი რომ იმათ აი ესეთი ეგეთი რაღაცეებია რა და ეხლა მე პირადზე არ მინდა საუბარი ამდენი სიბინძურე და რამდენი რაღაცა წაიყვანეს კაცის ესტაფონში უყიდეს 30 ხინკალი არაყი 20 თვითონ შეუჭამეს
და მე რაღაც ისულელები ალაპარაკეს ჩემზე და ეს უბრალო ადამიანები საგადასახადო მიუგზავნეს ვიღაცას მე რო გაეჩუმებინა ამან ჩემზე რაღაცები და მოკლედ ესე მოინდომეს ხოლმე გაშავება და ბევრი პრინციპში შედეგი ხანდახან გქონდათ რომ ვიღაც ანუ ადგილობრივი სპეცსამსახურები დაკავებულია იმით რომ სპეცსამსახურები არა სპეცსამსახურები ძალოვნები ჩემთან არასდროს არ მოსულან რომ რამეზე გაჩუმდი ან რამეს არასწორად ამბობ პირიქით მე 2017-ში თბილისში შემხვდა ადამიანი არ ვიცი ხა მართლა ვერ დავასახელებ მის სახელს და გვარს არ ვიცი და მითხრა პირდაპირ დამიდო წინ სავარაუდოდ იყო შრეების თანამშრომელი ყველაფერი იციან აბსოლუტურად რაც ხდებოდა შიგნით ჩემს გარეშე არაფერი უბრალოდ თხილად ვიყავი მაინც რომ მელაძესთან გადაცემა იყო და ამ გადაცემიდან მეორე დღეს და მაგის მერე იყო რომ ორი კვირის მერე ფიზიკურად მოხდა ჩემი დახვედრა და ცემა და ეგეთი რაღაცები ნუ მოკლედ იყო რაღაც მცდელობები მაგრამ ის რომ ძალოვნებმა არ იციან იქ რა ხდება აი გამორიცხულია ყველა მიცის ყველაფერი ну ალბათ რაღაც მომენტს ელოდებიან და რაღაცა მოხდება მან და რაღაცა რეაგირება როდესღაც იქნება. თავარი კითხვა ერთმნიშვნელოვნად რომ გავცეთ პასუხი, რატო ანუ აქ გვაქვს არაპროფესიონალისთან საქმე ვინმეს მხრიდან თუ იქ მივდივართ რომ ესე უფრო მეტი ფული გაკეთდა ამ პროექტზე. უყურეთ რა ხდება, ჩინელებზე ვისაუბრეთ, გამორიცხულია იქ არაპროფესიონალიზმი. კომპანია აილებს რომელიც ზედამხედველობას უწევდა ამ სამსახურს ну იქ რამოდენიმე რაღაც მომენტში შეიძლება არაპროფესიონალიზმზე საუბარი, იმიტომ რომ როდესაც მე წამოვედი უარი ვთქვი იქ მეორე ინჟინერმა, მესამე ინჟინერმა კვალიფიციური ხალხი იყვნენ იქ. წამოვიდნენ, შემდეგ მოხდა ისე რომ 1-2-3 ადამიანი ვინც ხელს ალბათ მოაწერდა იქ, იყო არაკვალიფიციური, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არაკვალიფიკაციურობის გამო რამე მოხდა. ამას კონტროლს უწევდა აილეფის გარდა საქართველოს რკინიგზა, სადაც ну დარწმუნებით ვიცი. მე ვერ გავიგე მაშინ არის საქმე. ხო, რკინიგზაშიც თქვენგან მომისმენია მე რომ ყველა სამსახურის უფროსი ახლა მე არავის არ ვეპირფერები. დღეს რკინიგზა თუ დადის და რაღაც მატარებელი მოძრაობს ხალხი გადაადგილდება, არის კონკრეტულად იმ ხალხის თვითონ რკინიგზის დეპარტამენტში მომუშავე ხა იმათ საუბრობ მე მრჩევლებზე და მოდელებზე და იმაზე ვისაც 20-25,000 ლარები აქვს ხელფასი და გაფორმებულ არაფრის მკეთებლებზე. მუშას რომელიც რკინიგზაში მუშაობს დღე და ღამე თოულში, წვიმაში, ქარში 900 ლარი აქვს ხელფასი თუ არ ვიცი ახლა მგონი 1000 გავა. ნუ რა მნიშვნელობა 1500 კონდეს თუ გინდათ ხო? ბევრჯერ გამიგონი ეგულისწყეთა და ამ ხალხს ედგას ის რკინიგზა და არა პროფესიონალიზმს კიდევ ამბობ ვერც რკინიგზის დეპარტამენტში, ვერც აილებში და ვერც მაშინ რატომ მოხდა ეს? არაფერი ეს მოსაკეთებდნენ მაგრამ მშენებლებზე რომ ლაპარაკობთ, ხო ეს ტენდერი გამოცხადდებოდა და მათ შორის გეოლოგიური შეფასება უნდა მოხდეს, რისკების შეფასება უნდა მოხდეს და ინჟინერებმა უნდა დაგეგმონ, მე რა გზით უნდა წავიდეს ეს მშენებლობა და რაღაც ხრი მან ერთის არიციან შეიძლება ვერ ვთქვათ ჩინელებმა, მაგრამ პირდაპირ რაღაც კორუფციულ გარიგებაზე მიუთითებს ხო რაღაცა თანხების რა ხდება ჩინელები, როდესაც ტენდერი ჩატარდა და მოიგეს ჩინელს უდევს პროექტი წინ. რა უნდა გააკეთოს? ის აღარ უყურებს გეოლოგიას, გეოლოგიას, არაფერს ამას უნდა მიაქციოს ყურადღება დამკვეთმა და საზედამხედველო სამსახურმა. ეხლა ანუ დამკვეთმა თავიდანვე უნდა შეიტანოს სატენდერო პირობებში, რომ გვირაბი უნდა გაითხაროს არა აფეთქებით, არა გაითხაროს არა გაკეთდეს არა აფეთქებით, არამედ პროექტი სრულყოფილი იქნება, გამორიცხულია პროექტში, აი მაგალითად გეოლოგიური დაბურღვები. მთლიან ლიხის ქედზე, სადაც საუბარი გვაქვს 8 კილომეტრიან გვირაბზე, რომელიც ყველაზე ესე რომ ვთქვათ უხარისხოდ არის გაკეთებული, თორე იქ არსებობს ადგილი, სადაც გვირაბია მთის, როგორ გითხრათ, დაბოლოებაზე, იქ საერთოდ რომ არ ჩაასხა ის ბეტონის თაღი და ეს კლდა ისე გამოჭრა, გაატარებ ჩო დააგებ ლიანდაგს და გაივლი, პრობლემა არ არის, არის ეგეთი ძველი გაკეთებული რკინიგზა სოფელ წიფაში, პატარა გვირაბს ეძახიან, ნაწილი საერთოდ არ არის ჩასხმული იმის და უკვე 100-120 წელია მგონი დგას ის გვირაბი. მაგრამ ამ ქედზე ლიხის ქედის ქვეშ, სადაც 300 მეტრი მთა დევს ზემოდან წარმოიდგინეთ სიმაღლეში, ხო? ლიხის ქედი, სადაც ახლა ნალექი და ეს ყველა მიცის რაც ხდება. აფეთქების დროს იბზარება 90 მეტრზე სიმაღლეში ქანები. პლუს ამას გვირაბში დატოვეს სიცარიელეები. ეს ჩამონგრეული მას აემტო ეს აფეთქებები ყველაზე ну სიცარიელეს გულისხმობთ ანუ ბეტონის თაღის ზევით არის არის სიცარიელეები და რომელიც ამოიცება წყლით ხო ეს არის ყველაზე ცუდი რაღაცა რაც შეასწრებს იმით და წყალი იქნება ალბათ რაც შეასწრებს აქ უნდა გაკეთებულიყო გეოლოგიური დაბურღვები
ეხლა ამაზე ალბათ მოგვედავებიან და მაგალითად შეუძლიათ ფოტომასალა გამოაგზავნონ ზვარის გვირაბი, სადაც შედის, იქ ექნებათ გეოლოგიური ერთი ბურღი გაკეთებული, მეორე ქვიშხეთში ექნებათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გაკეთებულია. დაახლოებით სადღაც 140 გეოლოგიური ჭაბურღილი უნდა გაკეთებულიყო, რომ შეისწავლო ეს მდინარის მამდე უნდა ჩახვიდე დონემდე, ეს ფერდობებს, რომელსაც ჭრი იმ ფერდობების რაღაც მანძილის, გარკვეული მანძილის იქით უნდა გააკეთო. რატომ მაინც არა მაქვს ისე ეს გაკეთდა, აი ბოდიში, ეს გაკეთდა 79 წელს, თუ არ ვცდები, კომუნისტების დროს. ეს გეოლოგიური დაბურღვა. მთლიანი ხეობა დაიბურღა. მთლიანი ხეობა დაიბურღა, იმიტომ რომ მაშინ იყო ალტერნატიული ვარიანტი ამ კინიგზის ხო, ქვიშხეთის მხარეს მეორე გვირაბის ეს ალბათ იმიტოც იყო, რომ იქ ომის პერიოდში რაღაც მოხდა, დაცვა, ესა იყო რაღაც დივერსიული აქტების და შემდეგ განიხილეს მეორე ალტერნატიული, იმიტომ რომ მთლიანად ახლა დამაკავშირებელი იყო, მაშინ საბჭოთა კავშირის მთელი რკინიგზა დაკავშირებული იყო. მაგრამ იმდენად მოწყვლადი ქანები იყო ეს ყველაფერი და იმდენად ხარისხიანად ჭირდებოდა ამას გაკეთება, რომ ამათ უარი თქვეს ამის გაკეთებაზე ამ პროექტის. მაგრამ ეხლა 21 საუკუნეში უარს მაგის გამო როგორ იტყვი რაღაც პროექტის გაკეთებაზე, ხო? ოკეანის ქვეშ შეგიძლია რკინიგზა გაიყვანო და გაყვანილიც არის და არაფერი პრობლემას არ წარმოადგენდა. უბრალოდ უნდა გაკეთებულიყო ისე, რომ ისევ მადმიდივართ. ანუ ეს ამ მეთოდით და ასე გაკეთების შედეგად უფრო მარტივად იშოვეს ფული ვიღაცეებმა, თუ რატო გააკეთეს? ფული იშოვეს. ხო, ახლა ისე არავის არ ქონდა მაგის პრინციპული დამოკიდებულება, რომ ცუდად გავაკეთოთ, ხო? ფული და ახლა რამოდენიმე მომენტს მოვყვები მე, სადაც ჩანს იმ ფულის. აბა როგორ იშოვება ფული ამ მეთოდით მოგვიყევით? კი ბატონო, ახლა ამ მეთოდით გეტყვით აგერ. შეიძლება მოგვედავონ, რომ აი ბიუჯეტს მეტი საშუალება არ ქონდა და ამიტომ წავედით იაფიანი. არა, ვერ მოგვედავებიან, მე წეღან აღვნიშნე, რომ ეს საბურღი მანქანა უფრო ძვირი ჯდება, ვინმე აი, იმ შემთხვევაში თუ დამატებით კიდე ხო? დამატებით და ახლა საერთო ხარჯი მაინც მეტი იქნება. იქ ნახეთ თქვენ, რომ პროექტი როგორ არის შეფასებული და შემდეგ რამდენი დამატებითი ხარჯია იმაზე გამოყოფილი ყველა. უბრალოდ სადმოტეხეს ფული. ხო, ახლა გვირაბებს რაც შეეხება ამ აფეთქების დროს თქვით, რომ ზედმეტი ქანები ჩამოინგრა, ეს წნევით უნდა გამოივსოს და შემდეგ ჩაისხას ეს თაღი. ნუ ესენი არ არის გაკეთებული, ყველა ვინც იქ მუშაობდა, ეს ყველა მიცის. პირად საუბრებში მე ბევრჯერ მოვითხოე, რომ ჩემს გარდა ვინც მუშაობდა გვირაბში, ოღონდ წყნარად კამერების გარეშე ვინმეს აი არ უნდა იყოს იმის გვერდზე ვიღაც მერიის წარმომადგენელი, ვიღაც ძალოვანი, ვინმე რომ ამ ადამიანმა დაილაპარაკოს. ნებისმიერს კითხეთ და ნებისმიერი იტყვის რა არის შიგნით გაკეთებული. ნებისმიერ რამოდენიმე მაგალითად ჩემ Facebook გვერდზე დააკომენტარა ხოლმე და ეხლა არ მინდა ის საჯაროდ რომ დავდო რომ აი რა კომენტარი დადეს, იმიტომ რომ ის ადამიანი სადღაც მუშაობს, იქ ყველა რკინიგზაზეა დამოკიდებული, ყველა სოციალურ დახმარებაზეა, ყველანს და ვერ ლაპარაკობს, მაგრამ ეხლა როდესაც გამოძიებას მოინდომებს მაგისაც ვინმე იმ ხალხის ალაპარაკებას რა პრობლემაა? ფული როგორ გააკეთეს? ეხლა ეს მაღლა მხარ. ეხლა რაც შეეხება დაბლა. გვირაბი გამოიჭრა, აი რა გეტყვი მაშინ ერთ მაგალითს. გზის გაკეთება ყველას გვინახია, ხო, ჩვეულებრივი გზის. იყრება ხრეში, ეგრეთ წოდებული, ესე უხეში გასაგება თუ იტყვი ახლა, რამოდენიმე ფრაქცია ხრეში იტკეპნება და იგება ზედ ან ბეტონი, ან ასფალტი. რა უნდა მომხდარიყო კონკრეტულად ვილაპარაკოთ ქვიშხეთის ზვარის გვირაბზე. უნდა შეტანილიყო 4 ფრაქცია ხრეში, დაწყებული ბალასტიდან დამთავრებული წვრილ ფრაქციამდე, ყოველ 30 სანტიმეტრში დატკეპნილიყო, ეს უნდა ასულიყო დაახლოებით 70-80 სანტიმეტრზე ეს ფენა, თავის იმ მთის ბალასტს ეძახიან იქიდან დაწყებული და შემდეგ დაგებულიყო ზედ ბეტონის საფარი, თითქმის მეტრამდეა ის ბეტონის. და მე არც ერთი მანქანა ხრეში არ არის შეტანილი გვირაბში. ანუ პირდაპირ არის გრუნტზე დასხმული ბეტონი. პირდაპირ არის გრუნტზე გვირაბიდან გადმოღებული ეს ტალახი, მოშლილი დაბლა. ნუ ახლა იქ ქონდათ ხოლმე ცოტა შემედავენ ხოლმე, რომ აი კლდე იყო დაბლა და იმაზე დავაგეთ, არ შეიძლება კლდეზე დაგება ბეტონის. ამათ ეგონათ ახლა რომ ისეთი რამე მითხრეს, რომ თავი გამოიძრონა. ანუ ხარჯებში ხრეში გაატარეს და ის მოტეხეს თუ ფულისად გაკეთდა. ეს ხრეში ცოტა არ არის. ფული მათ გაკეთდა? ხო, რა თქმა უნდა, ახლა ხრეშს წარმოიდგინე იანგაჟი 8 კილომეტრი, დაახლოებით 20 მეტრზეა სიგანეზე და 9.5 მეტრზე ვიანგარიშოთ, ის სადღაც მიდის დაახლოებით 8000, 4000 და 4000 ჯერ 20
სადღაც 800,000 ლარზე მიდის ეგ თითქმის. აჰა. და ის ჭერშიც რო არ ამოავს ეს ბეტონით ბზარები და სიცარიელი იქიდან ბეტონი მოტეხა. ეგ კიდე სხვა ეხლა ხო რა თქმა არა ბეტონის მოტეხვა ეხლა უყურეთ რა ხდება არის კი ეგ ბევრჯერ გამიგონია და მეც შემინიშნავს ეგ რომ თაღი თვითონ გვირაბის ყველგან არ არის იმ სტანდარტის რაც უნდა იყოს. თხელია მე მაგაზე საერთოდ არ ვსაუბრობ რა იმიტომ რომ როდესაც სიცარიელეზე ვსაუბრობთ იქ თაღის სისქეზე საუბარი უკვე აღარ აზრს კარგავს ის სულ კარგად კი არა მეტიც რო იყოს მეტი ესე იგი სისქეში დასაშვებს პროექტით არსებულზე მეტის რო გააკეთო თუ მაღლა სიცარიელე დატოვე ის ყოველგვარ აზრს კარგავს იმიტომ რომ კიდე გეუბნებით 90 მეტრზე ზემოთ ქანები დაბზარული რა დროს დაიძვრება ის წყალი უნდა ჩაუდგეს იმოძრაოს და ჩა ჩვენ დაუბრუნდით აი ეხლა ამაზე შეიძლება შემოგვადავნო იმიტომ რომ გვირაბი უკვე არის ფორმაში მოყვანილი და ამ გვირაბში დადიან სამგზავრო მატარებლები სამგზავროს თავიდან არ უნდათ სამგზავრო მატარებლების გაშვება ჯერ საერთოდ 2019-ში უნდა გაეშვათ მაგრამ დამთავრებული იყო ყველაფერი უკვე 21-ში დამთავრდა ისე 16-ში უნდა დამთავრებულიყო მე 19-ში მე გადაიწია მაგრამ ვერ ნდობა არ იყო იმიტომ რომ ეს ბეტონი რომელიც დააგეს მე რაც ვსაუბრობ ეხლა რომ ხრეშის გარეშე დატკეპნის გარეშე დაიგო ბეტონი და იქ მანქანებით დადიოდა ხალხი ამ გვირაბებში ზოგი ჩუმად ზოგი ისე დადიოდა იმიტომ რომ გზა არ იყო და ატარებდნენ ხალხს ამ ბეტონმა დაიწყო მოძრაობა მანქანით გადავაზრდო მოძრაობას დაიწყებს შენ წარმოგიდგენ იმდენი ტონა ატარებელი მანქანის დაწოლითაც არ დაუწყეს მოძრაობა ქანები და ზემოდან რო აწובה ამ გვირაბს ეს მასა მთის სადაც იპოვის სუსტ ადგილს იმ მომენტში იპოვა დაბლიდან და ადგილ მოაწვა. მე ეს გადაასწორეს, ზოგი მოანგრიეს, ზოგი რაღაცა გადააყარეს ზემოდან ხრეში, დააგეს ლიანდაგი და იყო საუბარი უკვე რომ გაატარებდნენ სატვირთო მატარებელს დაარქვეს საცდელი გატარებები. მაგრამ შემდეგ ამას დაემთხვა, ну ახლა ამით არ მინდა ჩემ თავზე ვისაუბრო, მაგრამ იყო ეს გადაცემაში, როდესაც ვისაუბრეთ ამაზე და მესამე დღეს უკვე სახალხო მატარებლებიც გაატარეს. სახალხო მატარებლების გატარება დაახლოებით 2 წლის განმავლობაში არ იგეგმებოდა. ეს ახლა რამდენად მართებული იყო რომ სატვირთო გაატარო და ის ორი ელმავალი რომელსაც 4 მემანქანე უზის და იმას წირავ ეს გამოსცადეს ხო მსოფლიოში ხა ეგეთი რამე არ მომხდა რომ ვირაბი გააკეთო ექსპერიმენტებს აზრებენ ცოცხალ ადამიანებზე ეგრე გამოდის ხო და ექსპერიმენტი ჩაატარო რომ ნუ ახან 4 კაცი ზის იმ სატვირთო მატარებელში მოდი გავატაროთ ეს ხო იქ ის რკინიგზის თანამშრომელიც ხო შედის იმ გვირაბში ხო დადიან ამოწმებენ რაღაცა და ესე იგი ამას წირავ და ის ორსართულიანი შტადლერი ახლა სადაც უცხოელები და დიდ სკანდალს გამოიწევს არ უნდათ რომ შეეშვათ ჩინი და თორე იქ მასტერაუს კი არავინ დაეძებდა ახლა მასტერაუს გაატარებდნენ არ იყო პრობლემა და ის მასტერაუსში მსხდომი ხალხი ღირსიც არის რომ გაატარო იმიტომ რომ ის არის იმ სოფლის მაცხოვრებლები რომელიც ხმას არ იღებს არაფერზე და არიან ჩუმად და ეს იყო რაც აი ამ ქვიშაზე ხა შეიძლება მოგვედავონ რომ ყრია დაბლა გვითხრან ხო დაგებულია ყველაფერი მატარებელი დადის სიცარიელებზეც ყველა შემოწმებადია ყველაფერი დაბლაც მაღლაც და რაც შეეხება დაბლა ამ ხრეშის არ დაყრას და ამ ეგრეთ წოდებული კატოკის არ გავლას, რომელსაც არ შესულა ამ 8 კილომეტრიან გვირაბში, ყველას შეუძლია მაგაზეც საუბარი, ვინც იქ მუშაობდა. ამაზე უნდა წარმოადგინოს ზედამხედველობის სამსახურმა ფოტო და ვიდეო მასალა. შედის ხრეში, იყრება, მე მიმუშავია ბევრი გზა გამიკეთებია საქართველოში და ვერსად ვერ გააკეთებ ისე თუ ფოტო მასალა თუ ვიდეო მასალა არ გადავუგზავნე. მიღება ჩაბარების აქცია. მერიას ეს მიღება ჩაბარებამდე. არა, ყოველდღიური. ეს მიღება ჩაბარებამდე. ფოტოს უღებ რომ აი როგორ შევიდა ყოველდღიური მუშაობის მონიტორინგს აკეთებ და ამის ფიცებულებს აგროვებ. მით უმეტეს აი ჩვეულებრივ სოფლის გზას როდესაც აკეთებ, კატოკის ეგრეთ წოდებული ამ სატკეპნის საშუალების ფოტო მასალა აუცილებლად უნდა გედოს. და ოღონდ არა ისე რომ ეს მიხვიდა და სატკეპს გადაუღო. არა, იქ უნდა ჩანდეს გვერდზე სატკეპნის და რომელ სოფელშია და რომელ ადგილზეა. ასევეა იმ ხრეშის გზის ჩაბარების მერე ამის ექსპერტიზა არ ტარდება. ამის ექსპერტიზის მაგივრობას წევს ეს მონიტორინგის დამადასტურებელი. ეს ახლა უყურეთ რა ხდება იქ უნდა წარმოადგინო ასევე ტკეპნის კოეფიციენტები. ყოველ 30 სანტიმეტრში რაც თქვი მე დატკეპნა. ამ ტკეპნის კოეფიციენტები უნდა წარმოადგინო. მაგრამ ეხლა ამ ტკეპნის კოეფიციენტების წარმოდგენა შეიძლება. გააყალბო და წარმოადგინო, ხო? მაგას გააკეთებ. არ არის ეს პრობლემა საქართველოში, მაგის გაკეთება. მაგრამ
ეს ფოტო და ვიდეო მასალაც უნდა გქონდეს. კეპნის მომენტში, სადაც ის კოეფიციენტი ფიქსირდება, სპეციალური დასარტყმელი ხელსაწყოებია. იმის სურათი უნდა არსებობდეს. რომ მან დადო ეს კონკრეტულად ამადან პიკეტზე, ამადან კილომეტრზე და დაარტყა და ამოვიდა. მაგას თავი დავანებოთ, თქვენ ზუსტად იცით და იქ მომუშავდა ხო, ეს კი, მაგრამ ეხლა მე რატო ვთქვი ეს, რომ ჩემ საუბარზე შეიძლება ვიღაცამ, გამორიცხულიან 12 წელი არავინ გამოსულა რა, ნეტა გამოვიდოდეს. მაგას იფოცება ეს კაცი, რომ ვინმე გამოვიდეს და 8 კილომეტრიან გვირაბზე რომ საუბრობთ, ანუ 8 კილომეტრის სიგრძის გვირაბზე გვაქვს. ლაპარაკი უწყვეტ გვირაბზე, ხო? ახლა გვირაბი საქართველოში მეორე გვაქვს, არა გვაქვს. 3 კილომეტრია ხო, ვინმე რიკოთ. 4-ია ის ციფის გვირაბი იყო ყველაზე დიდი მატარებლის და ის იყო 4 და ეს არის 8 და 300. ანუ ეხა მარტივ ადამიანებისთვის, რიგითი მაყურებლისთვის გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, ამ წუთას რა საფრთხე არსებობს. მე ვიტყვი ჩემი აღქმით, რაც მოვისმინეთ თქვენგანაც და იქ რა ჩასული ვიყავი, რაც უნახე. ესე იგი, ჯერ ერთი რომ რკინიგზას მარტო რკინიგზას იმ სოფლებს რო თავი დავანებოთ, რატომ დავანებოთ, მაგრამ მარტო რკინიგზას რა საფრთხე მოკრება. ჯერ ერთი რომ ეს გვირაბი კაცშვილმა არ იცის როდის შეიძლება ჩამოინგრეს გარკვეულ მონაკვეთზე, ერთი ეს. მეორე, სანაყარო არ გვიხსენებია ჩვენ. მამად გადავალ. მეორე, რო გამოდის გვირაბიდან გარკვეულ ადგილებში ეს რკინიგზა, ამ გვირაბიდან გამოტანილი მიწა ხო ტონობით მიწა გამოიტანეს, იქ ასეულობით ტონა მიწა ხო გამოიტანეს. გვერდზე იქვე დაყარეს ერთ-ერთი მდინარის გვერდზე რა, მდინარიდან რა ვიცი 20 მეტრში იწყება უკვე ეს ხელოვნურად აშენებული ამ გამოტანილი მიწით აშენებული მთა. რა განიკვეთის ფართობი აქვს თვითონ იმას გვირაბს, ხო არის? და ნახე, რას გეუბნები ერთ წამი. ეს მთაზე ხო არის ნაყარი მიწა. ეს ნაყარი მიწა ისე რომ როდის წამოვა მეწყერად კაცმა ისედაც მეწყერს და ეს რო წამოვა თან მდინარის გვერდზე რამ დააყრებინათ ბიჭო. მდინარეს ჩაკეტავს. გვერდზე არ ყრია. მდინარეში ყრია, ხო, ყალაპოტის გვერდზე. და ფაქტიურად ეს თან ეს მდინარე და ეს მიწა არის ერთ-ერთი გვირაბის გამოსავლის გვერდზე. ანუ ისეთ მომენტში შეიძლება ჩაკეტოს ეს მდინარე ამ მიწამ, რომ ეს ყველაფერი მე ეს აზელინი მიწა ყველაფერი პირდაპირ აემას შევარდეს გვირაბიდან გამოსულ მატარებლებს. ისე შოუში ვნახეთ ის რაც ვნახეთ წინეთში რომ და პლუს ამას იქ რა ხდება ეხა ეს ხდება 2-3 კილომეტრიან მონაკვეთში ბიჭო თან წარმოიდგინე. იქ სოფლები რო იშლება რო დაინგრა უკვე სოფლები, იმ სოფლებს უკვე არაფერი აღარ ეშველება, იმ ხალხს უნდა მისცენ ადეკვატური კომპენსაცია, მათ მეტი საშველი აღარ არის. ხო, მაგრამ ეს ქანები მოდის როგორც ეს ამხელა ბზარებს რო ვხედავთ, მთები რო იშლება. ეს ჩამოშლილი მთები ჩადის კიდე მეორე მდინარეში. და ამ მდინარეში არის უზარმაზარი დაგუბება უკვე წარმოქმნილი. ეს მეორე მხარეს, ეს კილიგზის მეორე მხარეს ხდება. იქიდან ის როდის წამოვა კიდე ის დაგუბება. ანუ ეს სოფელი ჩადის მდინარეში ფაქტიურად. რა თქმა უნდა ეს დაგუბება გეგმაში არ იყო, ეს უბრალოდ იმპროვიზაცია არ იყო. და ეს დაგუბებული მდინარე როდის იფეთქებს იმ ვერესავით, ესეც კაცმა არ იცის და მე როგორც გავიგე, დაუყენებიათ სასიგნალო ისინი. ოღონდ იმდენად ახლოს არის ეს რკინიგზასთან არის. ეს დაგუბება არის ალბათ 200-300 მეტრში. ეგ ღვერგში და ხემაღალში. ხო, ღვერგში და ხემაღალში ვამბობ. ის დაგუბება იქიდან რომ იფეთქებს და ამ სასიგნალოს რომ დაარტყავს და სიგნალი რომ ჩაირთვება, იქიდან თუ ძლიერი ტალღა წამოვიდა, რამდენიმე წამში უკვე რკინიგზაზეა ის. არა, იცით რა არის, ეხ ბოდიში საერთოდ გამოვრიცხოთ ეგ სასიგნალოებით დაყენება და რამის გაკეთება. ჯერ არ ყოფილა შემთხვევა აი ესეთ ხეობებში ჩამოიშალოს ის მთა, როგორც ჩამოსაშლელია და ჩამოიშლება ეხლა უკან ხო ნახეთ თქვენ თვითონაც ოთახის ხელა მიწის მასებია დახსნილი 3 მეტრი აქვს ერთმანეთს შორის დაშორება, ხო? და გადმოკიდებულია ამ მდინარეზე, ამ ყარნებას ხეობაზე. ეხლა ეს უკან ხო არავა რა? გავიგე რომ შეიძლება დღეს არ წამოვიდეს, მაგრამ ხვალ რო წამოვა, ფაქტია რომ წამოვა, საწავა ხო ეს მიწა. ან უნდა გაიტანო ეს მიწა, ან უნდა დაელოდო როდის ჩამოვა. ეს სასიგნალოები დაღესტოთ თქვენ რომ რაღაცა გააკეთეს. ხო, ეხლა არაფერი ფუნქციონირებს. ეს რო ჩამოიშლება, არ ყოფილა ეგეთი პრეცედენტი. აი რეალურად აღვიქვათ ეხლა, ჩამოიშალა მთელი იგივე ნუნისის სანაყაროზე, გადავალ მე ვისაუბროთ. ჩამოიშალა, ჩაკეტა, უკან რაღაც საათები ჭირდება ამის ამოვსებას. საათებიც არ უნდა რა, იმიტომ რომ დიდი მდინარე არ არის ცოტა მდინარე. ყოველ შემთხვევაში იმდენი რომ უკან წყალი დაგუბდეს, რომელი ექსკავატორის ოპერატორს ეტყვი რომ ჩადექი იქ და ეს გახსენი. აი გამაგები. ხო, ვერეც არ არის რაღაცა მტკვარი, მაგრამ რა ამბები დაატრიალ, ნახევარქალაქი წაიღო, ჩაიტანა მტკვარში. არა და ვერეს ხეობაში თქვენ გონიათ დიდი მასა მიწა ჩამოიშალა თავიდან? რამდენი იმაზე იყო 400 საათი. ეგ მერე იყო 400-ზე უყურე რა ხდება ჩამოიშალა რაღაცა აწია მდინარის კალაპოტი. აი იმან გამორეცხა და დანარჩენი წამოვიდა. ყარნებას მდინარის კალაპოტი
ფეხით რო ჩადგე ეხლა იმ დროს როდესაც ნორმალურად მოდის 70 სანტიმეტრზე მეტი არ არის. ეხლა დგას 20 მეტრზე სიმაღლეში. ხეები ხო ნახეთ ხის წვეროები ჩანდა ხო? რამის ლისის ტბა. ეხლა უყურე რა ხდება ეს 20 მეტრი უკან ხო დაგუბება ცოტა ისე ჟღერს რა რომ ხო დაგუბება ხო გუბე რაღაცა გააჭყა 200 მეტრის სიგრძე 200 მეტრის სიგრძეზე უკან და 20 მეტრის სიმაღლეზე წყალი რომელიც არის დაგუბებული კაშხალია ფაქტობრივად ეს ხო ტყის მასივს მიწას ხო შემდგარი აქვს ეს წყალი 20 მეტრით დაბლა მოდიოდა გამომშრალი იყო გამომშრალი იყო ეს ხეები იყო იმ ადგილებზე უკვე ამოსული გამშრალი ქანები იყო და მდინარე ნელ-ნელა ჭრიდა კალაპოტს და ჩადიოდა დაბლა და რაღაც ზემოდან ჩამოიფშნებოდა ჩამოიყრებოდა ეს მდინარე აგორებს ამას და ეს არის ქვა და ქვიშა რასაც იღებენ მე მდინარიდან მაგრამ ეხლა როცა ამ 20 მეტრზე შეუდგა ამ ხეებს და ამას ხომ მოალბობს ბილი მასა ეს ბილი ტყის მასა ჩამოიშლება კიდე ეს ასე ხდება საერთოდ დაგუბება თორე ის კი არა რომ პირდაპირ აი ვინდაც ვერესხეობაში და ვინდაც მაშინ შოუში რომ ესე ჩამოიშალა 400.000 კუ და ჩაიახ შეიძლება ნუნიში მოხდეს. კარგი, უნდა დავსვა ესეთი კითხვა რომელიც წინა იმაში არ და რეალურად გასაკეთებელი რა არის მაგაზე საფრთხეებზე ნალაპარაკები გაქვთ ხო როგორც მივხვდი. ეხ კიდე რა მაინტერესებს იქ რატოღაც ეს კითხვა არ დავსვი რა და ეხა მინდა დავსვა. არ ვიცი რა ეხა პროგნოზი ცოტა ძნელი გასაკეთებელია რა როდი შეიძლება მოხდეს მაგრამ უფრო დიდი შანსია რომ ეს ამ გაზაფხულის და ზაფხულის წყალდიდობებზე მოხდეს თუ ისი რა არის თორემ ამაზე საუბარი არის ძალიან ძნელი რა მე კიდე გეუბნები ამდენი წელი რო ვსაუბრობ ერთი რამე არ მინდა ისეთი ვთქვა რომ რომელზეც მე მომედავა და 5 წლის მერე შეიძლება 10 წლის მერე ფაქტ რისკების შეფასებაზე ლაპარაკი ხო ითარსებიო და მე რო ეხლა ის ვთქვა რომ მაის უთხარი კონკრეტულად მაგალითად სოფელ ბეჯათუბანში ადამიანს რომ 6 თვეში დაინგრევა შენი სახლი მეთქი მე ვჯავრობდი არ უნდა მეთქვა ჯერ როგორი სათქმელია ეს და ხო ორი თვე იცინოდა ეს კაცი ნუ ხა იქ ისაუბრეს რაღაც მერთან რაღაც ესე მოხდა მაშინდელ ყოფილ მერიაში და ნუ ეს ორი თვე ეს ადამიანი იცინოდა როცა შემხვდებოდა და როდის ინგრევა ჩემი სახლი და როდის ინგრევა და ხო ორ თვეში დაინგრა იმ კაცს სახლი და ამიტომ არ მინდა ხოლმე რომ წინასწარ ვთქვა იმიტომ რომ არა და კიდე გეუბნები იმის გაჩერების 1% პროგნოზად კი არ ვთქვა უბრალოდ საფრთხე რამდენად რეალურია საფრთხე არის აი ეხლა უკვე აი სადღაც დათბება და მე ამ გაცხელებული მიწაზე ისევ რომ დააწვიმს აი ეგ პერიოდია ყველაზე ცუდი და შემოდგომის დასაწყისია ყველაზე ცუდი ზაფხულის და შემოდგომის დასაწყისი აი ეგ პერიოდია ყველაზე ცუდი ამეების მაგრამ აი თუნდაც ნუნისის ხეობაში რა ეხლა ეს საუბრობთ მდინარე ყარნებაზე, სადაც უკვე დაგუბებაა და სადაც ეს გადმოკიდებული ეს დაგუბება სადაც არის? მან ჩაედინება მდინარე, ხო? მდინარე ჩაედინება რაღაც ნაწილი. საიდან ჩანჩქერებია განუ შექმნილი, საიდან რო გადადის უკვე. ხო, განუ დრენირება საიდან. რო დაგუბდა. ნახე ეს კაშხალივით ხო აქ წინაფარებული. არა, იმას გაჭრილი აქვს, იმის შუიდან ცოტა გამოდის. ცოტა მიწა ჩაიყარა და ცოტა გამოდის ამ წუთას. ეს კაშხალივით უჭირავს, მაგრამ ეს რამას დააგუბა, ერთმა ჩამოწოლამ დააგუბა. და ამას 10 და 20 იმდენი ბელტები თელი სოფელი ფაქტიურად სოფლებია გადმოწოლილი და ის რადონეზე რომელ დღეს რამდენი ჩავარდება შეიძლება ერთიანადაც ჩავარდეს თეორიულად სადღაც 10 მეტრი იყო სიმაღლეში მდინარე მომატებული მიიყვანეს ექსკავატორები და გაუხსნეს რამდენი კუბური მეტრი წყალზე გვაქვს ლაპარაკი უბრალოდ მსმენელსაც და მაყურებელსაც რო წარმოგიდგენთ შეიქმნას რა მხელა მასა შეიძლება წყლის დაიძრას ნიადაგს და იმებს რომ განიკვეთიც იმიტომ მაინტერესებდა რომ რამდენი მიწაა გამოტანილი და რა აი ეხა არ მინდა შემისავალ ტექნიკური საკითხებია მაგრამ აი კადრებში გამოჩნდება რომ დაგუბებას რომ ამ ტბიდან არის ამოწოლილი აი კუსტბის ხელა არის მაგალითად ტბა თვითონ მასში ფართობში არა თლად კუსტბის ხელა არ არის მაგრამ კუსტბის ნახევარი უეჭველია ხო კუსტბის ნახევარი და 20 მეტრი სიგრძე 240 მეტრია სიგრძეში დაახლოებით 240 მეტრი რაც დაგუბება ეს რაც სიგრძე უყურე ეს სიღრმე კაცმარიცის ბოლომდე რამდენი მაგრამ ხეები არის ანუ ხეების წვერები ჩანს სიგანე დაახლოებით უკვე მაღლა თავზე რა მოდიხარ 20-30 მეტრი ნუ საშუალოდ უნდა იყო 20 დაბლა ხო ანუ 240 30-ზე რო წარმოვიდი უზარმაზარი რაღაცა არ არის ცოტა არა კუსტბაზე შეიძლება კუსტბის წრე არის 1200 მეტრი ხო მაგაში შეგეშალოს ხო სიგრძე სიგანეში შეიძლება გამოწვერი ნახე ხის წვერები ჩანდა ანუ მთელი ხე დაფარული აქვს წყალს წარმოიდგინე სიგრძეში მოდი აი მარტივად 1200 მეტრით კუსტბის წრე არის რაღაც ორი გრძელი ისა აქვს ეს თქვა ოვალის ფორმა აქვს ხო ორი მოკლე რა არა ეგ არაფერს არ გაძლევს არა ზომა მინდა რომ უბრალოდ წარმოიდგინოს მაყურებელმა რა ზომაზეა ლაპარაკი რა რამდენი წყალზეა 50 მეტრი 40 მეტრი აქვს ახლა თავზე სიგანე
ეს ხო არის, ეს რა ქვია. 15 სართულიანი სახლის ხო 10000 და გამრავლებული კიდე 20-ზე. სადაც 200.000 კუბზია საუბარი. მაგრამ ეს მე ვთქვი 20 მეტრი რაც ღრმად არის ამ 250 მეტრზე თორე. შემდეგ ეს კალაპოტი ხო ზემოდან მოდის მდინარის. 20 მეტრი მორჩება, მერე იქნება 10, მერე იქნება 5 და სადღაც შეუერთდება იმ ფერდობის იმის დახრეს მე. ეს ამ წუთას და ის რომ რაღაცა რომ ჩაიკეტოს ეს რამდენიმე საათი შეიძლება გახდეს? არა, აუცილებლად. 2-ამდენი. აი გეტყვი მაშინ მაგალითად ის რაც ვნახეთ ჩვენ აი კონკრეტულად იმ დაგუბების თავზე დაწოლილი მიწა. დაახლოებით არის 100 მეტრი სულ მცირე და ეხლა ზემოდან რამდენი წამოვა დახსნილი რაც არის 50 მეტრზე მინიმუმ. და მე კიდე რა ეს მასა რო წამოვიდა. და რა ხდება ნახე ეს არის დაგუბებული აი დაგუბება სადაც მთავრდება სოფლის ჩამოშლა ამ ეტაპზე სადაც მთავრდება. იქიდან რამდენიმე ათეულ მეტრში არის ჩანჩქერივით ქვემოთ ჩასავარდნი. აი ეს ერთი რამდენი 20 მეტრი 30 მეტრიანი და მე იწყება ვაკე. და ამ ვაკეზე გადის ძირიდან 2 მეტრაზე და 3 მეტრაზე მაქსიმუმ ასული რკინიგზა ბიჭო. აი ეგ არის წარმოიდგინე, აი ეგ ჩასავარდნია ბევრი და აი ეგ არის 2 მეტრაზე რკინიგზა. ანუ ხდები იქ რა ხდება? და აქ არის მთელი სოფლები, რომლებიც ამაში იყრება და იქიდან აი არ ვიცი რა. საერთოდ უყურეთ აი ამის განხილვა საუბარი ეხლა რეალურად არის გასახსნელი ეგ კაშხალი საუბარი არ უნდა გასაცლელი ეგ წყალი რა საუბარდღიური მონიტორინგი უნდა იყოს ალბათ არა მონიტორინგი და ალბათ სამგზავრო მატარებლები იქ არ უნდა დადიოდნენ არ ვიცი მაგაზე რას ვიტყვი რას ვიტყვი და ეხლა აგერო ამბობ აი როდესაც ესეთი დაგუბება მოხდება იქ საუბარი იმაზე ის ჩამოინგრევა კიდე ჩამოიშლება კიდე ეს დახსნილი ღვერკის და ხემაღალის ეს მიწის მასა სოფლის არ ჩამოიშლა ამაზე საუბარი საერთოდ არ უნდა იყოს უკვე დაგუბებული ეს წყალი საფრთხეა უკვე ჩამოშლის თვითონ იმ ხეობის სადაც ჩაგუბებულია საერთოდ ეს ღვერკი და ხემაღალი დახსნილი რომ არ იყოს და იყოს ეხლა ნორმალურად ეს დაგუბება საფრთხეს სულ არაფერი იქ არ ხდება ეს ეხლა უნდა მიდიოდეს ამაზე ვიდრე 20 მეტრიანი სიმაღლის არის. ახლა შეიძლება კიდე დაიკლებს, ხო, რაღაც ნალექების. და ჩამოვიდა თქვა 10 მეტრზე. 10 მეტრიან მდინარის კალაპოტში წინ მით უმეტესად პირდაპირ ხوار შეყავს კალაპოტში ნებისმიერ ტექნიკას შეიყვან და გაასუფთავებ ამას. ამ მთაზე გვერდიდან გზას შეიყვან, ამ გვერდიდან გზას შეიყვან, ექსკავატორი სადაც შევა და ჩაწვდება იმას და რა უნდა ეხლა მაგის გახსნას არაფერი პრობლემას არ წარმოადგენს. ეს გახსნან ეს წყალი ჩაულება ხო? არა, გაუშვებ. აი დაუშვათ რომ დაიცალოს. ამ მდინარის კალაპოტი შესაძლებელია თუ არა არაფერია ეს მიწა რომელიც წინ დაუგროვდა ეხლა ეს მიწა უნდა გამოაწალოს და თავის გზას არ წარმოადგენს ამ მიწის გამოცლა არაფერ პრობლემას ამისთვის ან დაგუბების გარეშე ეს მდინარე რომ მოდი გეწინააღმდეგები მაგრამ ეს მაღალზე რო არის იქ შეიძლება ვერ მიუდგები ეს გზას შეიყვან გზა არის გასაჭრელი დაგუბების გარეშე აი ამ დაუშვათ მოხდა სასწაული და ეს დაგუბება მოხსნეს და ეს მდინარე ხო სადღაც გზა უნდა იპოვოს ანუ რკინიგზასთან აღარ მოდის გადაკვეთაში არაფერი ძველ როგორც მიდიოდა მდინარე ეს მდინარე გადის რკინიგზის ნელ-ნელა პარალელურად ქვეშ გადის ეს გამოდის რკინიგზის ხიდი იმიტომ არის რკინიგზის ხიდი 1-3 მეტრიანი ჩვეულებრივი რა ხიდი და პატარა მდინარე გადის ეს მდინარე ის აფეთქეები და დაახლოებით ისეთივე ესე ვთქვათ არქიტექტურა აქვს ამ გარემოს როგორც ვერესხეობაში ანუ თამარაშვილის ქუჩა რომლის ქვევითაც გადის ვერე ეს მდინარე ვერასდროს ვერ ადიდებოდა თავის იმ ხელაზე რომ იმისთვის საფრთხე შეექმნა ამიტომ უფრო მაღალი არ გაკეთებულა ხო მაგრამ მოხდა მე ეს ეხლაც რო გადაანგრიოს ის რითიც დაგუბებულია არაფერი იმდენი საფრთხე არ იქნება თუ მთლიანად გადაანგრევს და წავა ის 20 მეტრიანი რკინიგზამდე ვიდრე მივა ცოტა გაშლილი იქნება ხო რაღაც 10 მეტრზე ჩამოვა რკინიგზაზე მაინც გადაივლის ეს წყალი და რაღაცას ვთქვათ ლამსაიტანს რამეს მაგრამ ეს არ დაანგრევს არაფერს რა შევა ჩვეულებრივად იმ ძირუ რა ქვია ჭხერი მელაში და გაივლის და წავა იმ წუთას იქ თუ არ ხდება რომ გადაანგრიოს ეს მაგრამ კიდე გეუბნები მაგის დატოვება უბრალოდ არ შეიძლება მაგის ყურება რო ის რო და ეხლა რო გავიდენ რა ქნეს იცი ეს ის რო ჩავწერეთ სიუჟეტი ავიდენ რამდენიმე დღეში განცხადებები და სკრინები მაქვს შენახული აი უბრალოდ რა აი მეტი არ მინდა მართლა რაღაც აი ღმერთმა არქნას რამე მოხდეს რა ავიდენ ბიჭო ფოტოები გადაიღეს რო არ დავამონიტორინგეთო ყველა სიტუაციაო და დგანა რა ნანგრევების ფონზე ეს საკუთარ Facebook-ზე დაწერე ის არიცის ამაზე რაც თქვეს თორე ჩემზე რა ეგ რა არის ნაცი არისო რა თქვეს გამაც ხო მაგრამ მე თურმე ხარაგაულში მინდა თანამდებობა შენ მერობას შენ აქ რაღაც სერიოზულს აპირებ რა
მე სერიოზულ პრემიერ-მინისტრის პროპორციას ვფიქრები. აბა ეგო ისე ჩამოვიდოდა ხო? მე რატომ მაკნინა იმისე არ იყო შალვა ნათელაშვილი რო წამოყვა ეგ ბატონო შალვა წამოვიდა ნახა რაღაცები იყვირა მაგრად ეს იყო 2017-ში და მე გავიგე იქ რომ 1 მილიონი შალვას გადაუხადეს რო გაჩუმებულიყო და 9 მილიონი მე. მოიცა მითხარი ჩემზე რას ამბობენ რა ჭორია. რაღაც დიდი თანამდებობა ეგო ესაო. ანუ ეს ადგილობრივი მოსახლეობა. ესო, მეგეთქვი როგორ იყოდა ეხა კახა აქახურებსო კაცო ლუკარავთა და ის ხო ისო იქო და იფარიო და რა ვიცი. აი მე ბიჭო არა და მართლა არის ხო ეხლა უყურე რა ხდება სპეციალისტს კიდე გეუბნებით ისეთი თვალნათლივ ჩანს ყველაფერი ამ გვირაბებზე რო ვისაუბრე იქ შეიძლება ვიღაცა გამოიყვანონ და ათქმევინონ რომ არა ეხლა ვის გამოიყვანენ თუ გამოიყვანენ თქვათ დაჩიც აგურიას ან ეგეთ ვინმეს ხო ეხლა სპეციალისტს ვერც იქ ვერ გამოიყვანენ რა და შეიძლება შემოგეპასუხოს რომ ყველაფერი კარგად არის გვირაბში ალაპარაკეს რუსულ კანონზეც გვირაბზეც ალაპარაკებენ რა პრობლემაა ხო და შეიძლება შემოგედავს და იქ სადაც თვალნათლივ ჩანს ყველაფერი აი რა უნდა ქნა ანუ მოსახლეობასაც საფრთხე აქვს ხა იქ აი სადაც ცხოვრობენ სიტყვაზე რომ ჩამოინგრეს ადგილობრივი მოსახლეობა ეგ ხემაღალზე და ღვერკზე მოსახლეობის საფრთხეზე უკვე საუბარი აღარ უკვე საფრთხე იყო და ღვერკში მოსახლეობა ადამიანი და ჩვენც რომ ვიყავით შეიძლება ეხლა არ არის სპეციალისტი თორნიკე და მაგრამ მე მაგალითად დიდ შეცდომას უშვებ იქ რომ ფეხით გავდივარ იქ ადამიანის მისვლა საერთოდ არ შეიძლება უკვე ის ისეთი რამეა იქ და ისეთი პროცესებია განვითარებული უკვე და მომხდარი ხო წამებში შეიძლება ხალხი ისე ცხოვრობს ისე იქ ხალხი არა არ ცხოვრობს იქ ხალხი მაგრამ ნუ ეხლა ადიან მაინც ხო ხანდახან ნუ სანახავად ადიან სახლები არ აქვს ხალხს დაშლილი ეს არ აქვს ეხლა და დაცლილია უბრალოდ ხო დაცლილია მაგრამ უწევთ მაინც ნუ ეხლა კარგი და აქ მაყოფა ანუ რატო აი ამ ხალხის мотиваცია მაინტერესებს რატო შეიძლება ესე უყურებდნენ ამ ყველაფერს აქ ეხლა რა ხდება უყურე მაგაზე თქვი მერთხელ საერთოდ ძალიან მიზერული თანხაა მაგ ხალხის ღირსეული კომპენსაციაც კი. დაუშვათ 9 მილიონი რო გადაუხადო თითოს და დაახლოებით მაგ თანხაზე ეს ხალხი თვითონ ამაზე არ საუბრობს. ვინც იბრძვის ერიდებათ ციფრების დასახელება და ხა მე არ მერიდება რატო რაც შეიძლება რეალურად რომ მიცე ეს არ არის ევროპული კიდე კომპენსაცია და ევროპული დონის და რაღაცის. მე ვსაუბრობ დღეს საქართველოში ჩვენ პირობებში რაც შეიძლება ადამიანს გადაუხადო რომელსაც სახლი დაენგრა ისე რომ იმ სოფელშიც კი გვერდზე ვერ ააშენებს. სოფელი აქ ამ ხალხს ასაშენებ. მიცვალებულიც წასაყვანი ყავს. თორე არის როდესაც რაღაცით დაინგრევა და გვერდზე ეზოში შეუძლია სახლი ააშენოს. რა მარტო ესე დგას საკითხი რა ამ ხალხთან რომ მისულიყვნენ მანამდე და ეთქვათ რომ მოდი პირობითად რა 200,000 ლარს მოგცემ და აი შესახს დავანგრევ სოფელს გავაკრო თვითონ დაშლი 200,000 იქიდან 90% ხელს არ მოკიდებდა ანუ არ უღირდა შენ წარმოგინე ანუ მით უმეტეს შენ როცა შეთანხმების გარეშე მოტყუებით რომ არაფერი არ მოხდება და ეს დაუნგრიე ხო უნდა გადაუხადო 10 მაგი კომპენსაცია ხო? ხო აი ხა რატო არიან ჩუმად ან ვიდრე ადამიანი თავის თავზე არ იწნევს იმ ხალხის გაგება არის ძალიან ძნელი რა თუნდაც მიხვიდე იქ და ვერ აღიქვა უბრალოდ ვერ აღიქვა ელემენტარულ წარმოიდგინე სახლში ღმერთმა ყველა დაიფაროს და რავი რო აგითხრა უნიტაზი რო გაგიტყდება ადამიანს გულზე როგორ მოქმედებს ხო რაღაცა ელემენტარული რაღაცა რო გაგიფუჭდება და ეხლა ხო რაღაცა ელემენტარული ეხლა წარმოიდგინე მთლიანად ო ჩუმად რატო არიან ესენი ეხლა ჩუმად არ არიან თორნიკეს რატო დაცინიან იმაზე რა ქვია არა ის ხალხი ეს ხარაგაულის რაიონში ხარეს ხდება იქ ვერ ბედავ არა იქაც თქვენ ჩემზე იყო ასული ჩინოვნიკი და ნაციაო და რა ვიცი ესე მოყოლებული იმიდან რაიკომის დივანი ბოლოს მგონი ის იყო მაღრაძე იმაში ხარაგაულში და იმ მაღრაძიდან მოყოლებული სულ საკრებულოშია სულ ნაცების დროსაც საკრებულოში სულ ნაცების დროს იყო ერთ-ერთი ანუ ხო ეს სასიგნალოები დააყენეს ამ დაგუბებასთან სასიგნალოები დააყენეს მაგ დაგუბებასთან ხო ნუ ეს ახლა რაღაც ფორმალური რაღაცა გააკეთეს საერთოდ არაფერს კიდე ვეუბნები იმ დაგუბების გასწრები ზომები მივიღეთ ოკეი და ეგ მოდი კიდე უფრო ჩავყვეთ აბსურდში რა და ეს სასიგნალოები მაინც რაც დააყენეს მუშაობს რო მოდი აი ეგ კითხვას კი დავსვათ მე გეტყვი რა მანდ უფრო დიდი სიბინძურეა აი ხა მე მივცემ ჩემ თავს ეს არის შეფასება მე რასაც ვამბობ ჩემი აზრით რატო დააკენეს მით უმეტეს მანამდე ხო რამე რომ მოხდეს იტყვიან რომ აი გვეყენა და მანამდე ქონდა არა უფრო დიდი სიბინძურეა სისულელია აი ეხა მე გეტყვით რა სიბინძურეა მას შოუს მიაბავენ რომ აი იქაც რო ყოფილიყო აი აქაც არ გვიშველა და იქაც არ გვიშველა აი ეგეთი სიბინძურეა მან ჩადებული
ჯერ ერთი რომ მანამდე თვითონ იძახდნენ რომ სასიგნალო და მე ეს გადაცემაში ვთქვი რომ ეს სწორია მეთქი რომ სასიგნალოს რო არ აყენებენ მაგას არ ვთხოვთ მეთქი იმიტომ რომ აზრი არა აქვს წამების ამბავია მოვიდა იმას დაეტაკა ის უკვე ჩამოსულია ის ვისაც იქ ვერქში და ხემაგაში ისედაც არ უნდა იყოს ადამიანი იქ სიგნალი კი არ უნდა მისცე და ერთი რკინიგზა თუ მიიღებს სიგნალს რომ მატარებელი თუ სადღაც შორს იყო რომ გააჩერო კი ბატონო იმიტომ ანუ ამ წუთისთვის ეხლა მანდ გადაადგილდება სამგზავრო მატარებლები სამგზავრო მატარებლები თბილისი ბათუმი ეგ არა ნებისმიერი მატარებელი და აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ რაც მიდის მაგ ლიანდაგზე დადის რომელსაც თავზე ადგას ეს რაღაცა ტბა კუსტბა ხო თბილისიდან ბათუმში რომ მიდის აი ხა ნახევარი საქართველოს დაიზრება გაზაფხულზე ეგ გვირაბები უნდა გაიაროს და ეგ დაგუბების მატარებელზე კიდე მატარებელი არა მოიცი დავამთავრო ბოდიში შოუზე რა ხდება ანუ და ამის მიუხედავად ჯერ ერთი პიარულად გააკეთეს ეს სასიგნალოები. აი, გააყენა, არავინ არ ამბობს არაფერს, მაგრამ რამე რომ მოხდეს, აი ღმერთმა არქნას. რამე რომ მოხდეს, სწორად მიხვდი შენ რასაც. აი, ეყენა და მაინც ვერ ავიცილეთ ხო, შევჭამეთ ხო. ხო დავაყენეთ და რა მოხდა? ანუ შოვის იმას გააправებენ ამით, აი მაგაზე ფიქრობენ. ეჭვი არ შეგეპარეს. საერთოდ აბსურდია, მე ეგეთი შედარება. აი ხა შენ პროფესიონალი ხარ და იმიტომ არის აბსურდი, მაგრამ აბა ხალხს აუხსნელი. ვიღაცისთვის მე ის ყოფილა ჩავედი რეგიონის გასაჭირზე მინდოდა ლაპარაკი და ვიღაცა ჩათლახი, ხა ვინც ეგ თქვა, არ ვიცი, გაბრა ეხა ნერვები როგორ არ უნდა მოგეშალოს, ბიჭო. რო იმის მაგალითად შენ საქმეს ვაკეთებ, ჩემი ბენზინით, ჩემი იმის დამტრეული CR-ით ჩავიჯლაგუნე იქ და გამოვიდა ტიპი და თანამდებობა. ამ თემას არ ეხება უბრალოდ ორი წამით რო თქვა წეღან უსმენდი იმას სარჯველაძის ინტერპელაციას და ვამოროლონზე ლაპარაკობდა, ანუ განს ნახე როგორ იმას აქ ჩვენ ხო ვისაუბრეთ გადაცემაში რომ ესო ესპანური კორტიკოსტეროიდიაო და ის ვამოროლონი გერმანულიო და ანუ წარმოგიდგენია მაგაზე მე ცალკე აუცილებლად ვიდეოს ჩავწერ უბრალოდ იმდენად იაფასიანი ტყუილი თქვა ბავშვების ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. მაგრამ თუ არ იცი ვერ მიხვდები. ვერ მიხვდები, გეგონება რომ აი ესპანური შემოდის და გერმანულს ითხოვენო. აი დაახლოებით აი ამ დონეზე გაიფასურა. აი კახა მე მინდა აუცილებლად კითხო. დაყრილ მიწაზე რა სიზამენ წარმოიდგინე. რა მდგომარეობა ეხა სხვა სოფლებთან დაკავშირებით, რომლებზეც იყო ვარაუდი კი არა გეგმასავით იყო რომ უნდა გაეტარებინათ ასევე რკინიგზა მსგავსი მეთოდებით და ფიქრობდნენ იქით გავატაროთ თუ აქეთო და ასე. ეს ახლა მომავალში სადაც უნდა გაიაროს, ნუ არის ექსოფლები, დეისი, თვითონ მოლითიდან უერთდება უკვე, დეისი, ქვები, ვახანი, ბაბი და ნუ მაგ ტერიტორიაზე, მაგრამ ეხლა ვითომ დაიწყეს საუბარი მეორე მარჯვენა მხარეს გატარებაზე. იქაც იგივე სიტუაცია, უბრალოდ მარჯვენა მხარეს ცხოვრობს ნაკლები მოსახლეობა. და შეიძლება მაგიტომ იყოს განპირობებული ეგ რომ შეცვალონ პროექტი, მაგრამ მე ძალიან მეეჭვება. მე უბრალოდ ყურადღების გადასატანად მგონია, რომ ეს ხმა დააგდეს, იქ ძირითადად ესე მუშაობენ ეს რაც დაიწყო ეგ პროექტი, ძირითადი აქცენტი გადატანილია ხმის დაგდებაზე. იქ ადგილობრივი ხელისუფლების იქ რამოდენიმე ადამიანის მეშვეობით ხდება რაღაცა ხმის დაგდება, ჭორის დაგდება, ეს უნდა გაკეთდეს, ეს უნდა გაკეთდეს. იქ ამ სიკეთეს მოიტანს, იქ იმ სიკეთეს და ხალხი იქ ადვილად აი ხა რაზეც საუბრობდით ხო სარჯველაძის მაგალითი იყო ხალხი ადვილად შეგიძლია გააჩუმო ადვილად აჩუმე იციან როგორ უნდა მოიქცენ და პლუს ამას ახლა იქ არ ყავს ახლა ეს ცოტა სხვა თემაში გადავა ხო ამ სოფლებს დავამთავრე აი ძალიან დიდი საფრთხე მქრება იმიტომ რომ ნებისმიერი მერასოფლებიც ჩამოვთვალე ახლა ეს დეისი ბაბი ქვები ვახანი ზედუბანი და აქეთ მხარეს ჭარტალი. ეს სოფლები ყველა არის უკვე სეისმურად აქტიური. ოღონდ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ეს სოფლები ინგრევა. არ ინგრევა. სადღაც მიწა ჩამოიშლება, სადღაც რაღაც დეიში მაგალითად ვიცი 2-3 სახლია გაბზარული, გახსნილი, კი ბატონო არის. არა, ეს შეიძლება იდგეს 10 წლეულები. ამას ეხა გვირაბს რო გაუტარებ, ქვეშ. ქვემოთ რო აუფეთქებ და გაუტარებ. აფეთქებით გაივლი. ეს ყველა ვარიანტში შედეგს გამოიღებს. მაგრამ ეხლა ამ ეს ხალხი ხმას ვერ ამოიღებს. მით უმეტეს ჯერ არ ამოიღებს. სანამ ფაქტის წინაშე არის. ფაქტის წინაშე. იციან როგორ არის იციან. სავარაუდოდ იმ მაგალითის მე ახასაც ხო და კამერების გარეშე აი წარმოდგენა არ გაქვთ რა ხდება. აი წარმოდგენა ძალიან მაგრად მუშაობენ, ძალიან მაგრად იციან იმ ხალხის მართვა, მასების როგორ უნდა გააჩუმო ადამიანი, ეგ ძალიან ადვილად იციან რა. თან უყურე რა ხდება რეგიონებში ხო ვიცით რაც ხდება უკვე ეს ბოლო წლები მით უმეტეს. კარგი ამას მივიდა ვიღაცა და უთხრა ჩემზე რომ მე ვარ პროვოკატორი, მე ვარ ნაცი და მე მინდა თანამდებობა, ხო? დაუშვათ.
არც მაშინ ყოფილა, არც იმის მერე, არც იმე და თანამდებობა თუ მინდოდა, ეხლაც მექნებოდა და რამ თანამდებობას არ ვამბობ. მოუწევდი ხეს იმ დასკვნაზე და პრობლემა რა თმინდოდა, თანამდებობა 4700 ლარი ხელფასი მქონდა რა. მე დასაკეთე. ყველაფერი ის. უყურე რა ხდება. იქ არ არის ადამიანი ისეთი, რომ ეხლა ეს ყველა აღარ მინდა გადავიკიდო ხოლმე რა. ადამიანი ვინც გაუქარწყლებს ამ ხალხს ამ ნასაუბრებს. ჯო გეუბნებით სახლში ცხოვრობ. ესე იგი გვირაბი გავიდა ბეჟათუბნის მოსახლეობაზე ვამბობ მაგალითად. ქვეშ გაგიყვანეს გვირაბი 60 მეტრზე ხარ გვირაბიდან მაღლა. გაფეთქეს დღეში 5 ჯერ 2 წლის განმავლობაში 1 კილომეტრმა პირდაპირ ცენტრში გაიარა ხო ნახე და მეორე კილომეტრმა გვერდზე გამოუარა. გაუდიოდა ზანზარი ამ სახლებს ხო ზიხარ 5 ჯერ დღეში ამხელა მიწისძვრა. დაიწყო სახლმა გახსნა. გადაიხსნა ეს სახლი, მაგრამ არ ყოფილა გახსნილი. კი არის მეწყერულად საშიშის ბეჟათუბანი, იქ მიწები ჩამოიშალა, რაღაც ეს ხდებოდა, მაგრამ სახლი იქ არავის არ დაანგრევია. დაიწყო აფეთქებები, დაიწყო სახლმა გრევა, დაიგრა 2 სახლი. მთლიანად, დანარჩენი ყველა გახსნილია. ამოვდივარ და გეუბნები, რომ დაინგრევი. ან დაინგრევი რაღაც გინდა რომ გითხრა, ხო, ინგრევი. მაგრამ კარგი მაშინ სანამ გაიხსნებოდა ეს სახლები არ ჯეროდა. და უჯერებდი ვთქვათ იქ მოსულ ადამიანს სოფლის საბჭოს თავმჯდომარე იქნება თუ ვინმე იქნება მერიიდან თუ რაღაცას გეუბნება ჩემზე კარგი უჯერებ ამას და ვერ არ ხარ სპეციალისტი ისიც რომ ირყევი ყოველდღე სახლში ამასაც გადაიტან და ფიქრობ რომ უბრალოდ აკვანში გარწევენ ყველაფერი გემართება ესეთი რომ ყველაფერი და დროებითია და გაიხსნა ეს სახლი ამის მერე მაინც დაიჯერე და მერე მაინც ამოიღე ხმა მაგრამ ეხლა ბოლოს გამოტყდა იქ ხალხი და თქვეს რაც ხდება რომ ადიან სურათებს უღებენ ამ სახლებს 2 წელიწადში 3 წელიწადში ერთხელ ან ყოველწლიურად აძლევენ 400 ლარს 500 ლარს 600 ლარს ურიცხავენ თუ ვინმე ცოტა მაინც დააპირა რაღაც ხმაური მას 1000 ლარსაც აძლევენ ეს ხდება დროებით აჩუმებენ და ეხლა ამაზე არ მინდა ხოლმე ყველაფერზე გამოვყვე ხო ეს მე თუ ვიცი სხვამაც ხო იცის ხო ვიღაცა ხო უნდა იყოს იქ ვინც ხმას ამოიღებს ვინც ამ ხალხს ეტყვის რომ არ მოკიდო ამას ხელი ან და დაუშვათ კაი მოკიდა ხელი აიღო ხო თქვი მაინც პირიქით აშინებენ ეხლა თუ ჩვენო ვიყავთ ჩასულები იმის მერე ხალხს დაუძახეს იქ და უთხრეს რომ თუ ეხლა ხმას ამოიღებთ რომ გავიდა ეს ჩვენი ისა გადაცემა აი იმას ვიტყვით რომ ფული აიღეთ რა დააშავა იმ ხალხმა სახლი ენგრეოდა მივიდა ვიღაცა და მიუტანა 300 ლარი სახლი რო გენგრევა რა იმ კედელს ამოვსებს სპალიეს გააკრავს თავიდან რა არის პრობლემა რა მოხდა რა ანუ ჩვენის გადაცემა რო გავიდა მაგრამ დაჩალეჭდა ამ დროს ხო ეხლა ის არის თვითონ გამწარებული ვინც მიუტანა რომ ამან მართლა არ თქვას ეს რომ იმას კიდე რამდენი ექნება ეხლა იმას 500 ლარი იმას ფული რო გაატარეს იმას მიეციო რამდენი მისაკი რაღაცა არის ხო და იმას ეშინია მაგის და ამ დროს ხალხს აშინებს აი ხა გეკა ხო ყავს ახლა სიციფროსი და მოიძიოს ეს რა ეს რო გავიგებ ჩვენი სიუჟეტის მე რო დაჩალეჭდნენ და ფოტოები გადაიღეს ნანგრევებთან ჯერ ნანგრევებთან რომ გადაღებინათ ბიჭო სად მისე მაინც დამდგარიყვნენ გამგეობასთან გადაიღოთ ის თუ არ ვიცი შეატრიალებინათ სად ნანგრევი არ არის კიკიზნელი მე ახლა მესმის უყურე რა ხდება იქ იმ ადგილობრივ ხელისუფლებაზე ვთქვი იმაზე ვთქვი თუ ამ ვინც მოკლედ უნდა დაუდგეს ხალხს გვერდში და მესმის ახლა რომ ყველა გასრული არ იქნება რა და უბრალოდ უყურე რა ხდება ეგ ისეთი პროექტია მაგას ვინც დაეტაკება კარგად საქმე არ წაუვა მე ვთქვი რამოდენიმეჯერ ეგ პროექტი კი თავს არავინ არ იცის ეგ პროექტი არის სახელმწიფოში ახლა ყველა იმას არ ყველაფერი იმას არ ნიშნავს რომ მაინც და მაინც ესე ფული აქვს ყველას აღებული და ფული აქვს ნაძლევი არ არის ეგრე უბრალოდ თავის თავს უფრთხილდება თავის თანამდებობას უფრთხილდება თავის რაღაცას უფრთხილდება ხო და არა ერთი წამი ბევრი სარგებელს ნახულობ ეხლა არ გავაი ვიტყვი ეხლა აი მაგალითად ავიღოთ ეხლა ის მიწები სადაც ყრია ავიდეთ დავტვირთოთ 2 მანქანა მიწა და მივიტანოთ იქ იმ ხეობაში და დინარეში არ ვამბობ. დინარის პირზე ნებისმიერ ადგილზე დავყაროთ. ვინც ჩვენ იქ მოგვადგება? არა, გარემოს დაცვას დაანებით. თავის არამ გარემოს დაცვა მოვა და ვინც დარეკავს იმ გარემოს დაცვაში, ვინც იქ მოგვადგება რომ ამ ჩემს სოფელში ამას ვინც ეს ყველა ჩართული იქნება იმ ჩინელების დაყრილი მიწის დროს. ყველა თუ არ გააჩუმი აქედან არ აქვს ახლა იმას მნიშვნელობა პატარა თანამდებობა დიდზეა, სადღაცა იტყვის რაღაცას, რაღაცით უნდა ცე პატივი. შეიძლება კონვერტით ფული არ მიუტანო, მაგრამ რაღაც პატივი უნდაც. იმას ახლა ცემენტს მიცემ, სადმე ადგილს უყიდი, მილს მიცემ, თუ არ აქვს მაგას მნიშვნელობა რა. ხინკალზე დაბადდი. და ბიჭო, არა, მე იცი რაზე ვგიჟდები, ყველაფერი იცის, თითქმის დარწმუნებული თერმა ხარაგაულის რაიონმა იცის. ყველა მიცის მათ შორის რას ეხლა დღეს უკვე აქამდე კაი კახას გიშ შეძახდნენ თქვა 2017-ში გავიგე, მაგრამ დღეს დანგრეული სოფლების შემდეგ ყველა მიცის.
ახლა გადასული არიან რეჟიმზე, რომ ეს ამათი ბრალი არ არის და უკვე იმისთვის ემზადებიან, რომ იქ რაღაც უბედურება არ მოხდეს, ისიც როგორ დააბრალონ ბუნებრივი. არის მაგის მაგალითსაც გეტყვი. ეხლა იციან 2016 წლიდან 2021 წლამდე ეხლა ხომ ისმენენ ხარაგაულელები. აი გამოვიდეს ნებისმიერი და თქვას, რომ თუ რამეს არასწორად ვამბობ. დინარე ჩხერიმელა ხო ნახე რამხელა იყო. ხარაგაულში რომ შედიხარ ცენტრს გაცდები, არის დევები, ეგრეთ წოდებული ორი დევიზის, იმის წინ არის კარგი საბანაო, სანაპირო, სადაც მთელი ხარაგაულის ახალგაზრდობა იკრიბება ზაფხულზე. არ გულისხმობ მე ახლა იქ არ ვსაუბრობ, ახლა ხარაგაულში 60 წელი გადაცილებულ ხალხს, რომელსაც რაღაცა აქვს, რაღაც გავლილი აქვს, ის აქვს, ეს აქვს და იქ ჯიპიან კაცს დაინახავს ლენდკრუიზერით მოსულს და იმას ხმას ვერ გაცემს, იცის რომ იმასთან შეპასუხება არ შეიძლება და ესეთი რაღაცები გავი. ახალგაზრდობაზე მაქვს საუბარი. ამ 5 წლის განმავლობაში დინარე ჩხერიმელა მიდიოდა ცემენტის ხსნარით გაჯერებული. ჩინელების მიერ. ჩინელებს არც სალექარი ჰქონდათ იქ, არაფერი არ ჰქონდათ. ფორმალურად ჰქონდათ კი, მაგრამ პირდაპირ ასხავდნენ ამ ბეტონს, რაც მორჩებოდა დინარეში. დინარე მიდიოდა თეთრი, ეს იცის ყველა. ჩადიოდნენ, მიეჩვიენ პირველ წელს იყო ცოტა რომ წუწუნებდნენ ეს. მერე იფერთხავდნენ. მერე იფერთხავდნენ, ჩადიოდნენ და ბანაობდნენ. ახალგაზრდობა. კიდევ ამბობ, იქედან წამოსულებზე ვლაპარაკობ. სტუდენტი როცა გახთი, ზოგი სამედიცინოზე სწავლობს, ზოგი იურიდიულზე სწავლობს, ზოგი საინჟინროზე სწავლობს. იქ რო ჩადიხარ, ხო ხედავ, როდესაც ჩადიხარ, ხო ნახულობ ამ ყველაფერს რაც ხდება. შენი სოფელი ინგრევ. ამ აფეთქებებს ხო ესწრებოდი. აი ამაზე მეშლება ხოლმე მე ნერვები. მე მეწოდება იქ 12 წელს, 13 წელს ქვემოთ ბავშვები. დანარჩენი არც ერთ იქ შესაძლებელი არ არის, სად მოყვებიან და რას მოყვებიან და ცემენტიან დინარეში ჩავლენ, ჩაიყვან თუ სად ჩაიყვან, არც ერთი არ არის შესაძლებელი. ძალიან ცუდ რამეს ვამბობ, მაგრამ ეგრეა. როგორ შეიძლება ახალგაზრდა დადუმებული სკოლის ზოგ რამდენჯერმე რო ვთქვი ხოლმე აი სკოლის ბავშვებს სკოლაში ვინ სწავლობს სკოლაში ხა ჩემ დროს არ ხდებოდა ეგ საქართველოს დროშა რო ჩამოგვიგდეს ერთი ამბავი ავტეხეთ სკოლაში მაგაზე 92 წელს და ეხლანდელმა მე-11 და მე-10 კლასელმა ბავშვმა ის როგორ ვერ უნდა მიხვდეს რა კეთდება იქ და ელემენტარული Facebook-ზე როგორ ვერ უნდა დადოს რაღაცა ხო უნდა თქვას ხო ყველა მიბმულია იმის მამა იქ მუშაობს იქიდან გამოვიდება ხო გავიგე მაგრამ კარგი იმის მამაც რო წამოსულია და მარტო სახლი რო აქ იქ დარჩენ ეგეთებიც ხო არიან რა ხმას ვერ ამოაღებინება დადუმებულები და ეს არის ხოლმე რა ზრდილი იმერნი ვინც ლაპარაკობს იმოსტობებია თანამდებობა აუ ეგ არ როგორ არ გაბრაზდე რა ზრდილი იმერნი და რა კულტურული და რა შუაშია კულტურა და ზრდილობა იმასთან თავზე რო განგრევენ ყველაფერს კარგი ჩვენ ეს ეხლა ამ ხემაღალზე და ღვერკზე მინდოდა კიდე ერთი რაღაცა მეთქვა რა იქ ზემოთ გამოჩნდა კიდე რაღაც დამატებითი ბზარები სადაც არ იყო საერთოდ ჩვენ როდესაც ვიყავით მომატებულია კიდე საგრძნობლად ესე იგი სახლების მოძრაობაც მომატებულია ეხლა მე ეს არ მიყვის უბრალოდ თქვენ გეუბნებით თორემ იქ ყოველდღიურად რომ მოიმატებს ეგ და წამოვა ხა მაგას რა თუნდა საუბარი და ლაპარაკი და იგივე სიტუაცია იქნება ბეჟათუბანში. ბეჟათუბანშიც გამოჩნდა რამოდენიმე ადგილზე ეს ბზარები ახლა რომ დააყენო ბეჟათუბანში ახვიდე ახლა და სახლებზე დააყენო ეგრეთ წოდებული აი ეს კოჩებს აკრავენ ხოლმე პრიმიტიულად რო გააკეთო და დააკვირდე მაქსიმუმ ერთ კვირაში ორ კვირაში ყველა იქნება გახსნილი. ხო, მოძრაობს ესეც. ბეჟათუბანი არის ის სოფელი, რომელიც უშუალოდ ქვეშ გაატარეს. ზვარეში უკვე ორ ადგილზე გამოჩნდა. აი ახლა ზვარეზეც ხო იმ ბეჟათუბანში კაი მოხუცები ცხოვრობენ და ახალგაზრდობაც ბევრი არ არის წასვლა. ზვარეში ნუნისია იქ ზვარეა, უამრავი ახალგაზრდა ჩადის. მე ვერ ხვდები როგორ რა ბუნება აქვს უბრალოდ და რა ბუნება და რა ის ქონდა და აი მაინც საბოლოო ჯამში მივდივარ ჩვენ ინფორმაციამდე რა. ადამიანი, აი ნახეთ ინფორმაციას როგორ მიაწოდებს ადამიანი რას დაიჯერებს, მაგაზე რამდენი რამე არის დამოკიდებული. შენ რო დაგენგრა სახლი, შენ თუ დაგაჯერეს რომ ავი ბუნებაა და ხდება, რა ვიცი, შეიძლება წახვიდე ილოცო რაღაცა ღმერთს შესანდობარი შეუთვალო რომ აიტყობა რამე შევწოდე, შეიძლება ეს დაიჯერო, ბიჭო. არა და ამ დროს შეიძლება ამ ყველაფრის მიზეზი ის არის რომ გვერდზე აგიფეთქეს რაღაცა ისეთი გაიკეთეს, რა ზაიგ ძალიან კონკრეტულმა ადამიანმა კონკრეტული დანაშაული ჩაიდინა. და ესენი ჩალიჩობენ რომ ის დააჯერონ ხალხს რომ ბუნებრივი ამბავია კაცო და სულ რომ ჯვარის წერია მართლა ყველას ბიჭო ვიღაცა რომ დაიღუპოს იმას აი რავი ხდება რა ცხოვრება ეგეთია ეხა რავი ახლა რაღაცა ჩამოინგრევა
ეგ არის რა ეს ჭიდაობა მიდის ახლა ჩვენ შორის. რა ღიად ვთქვათ რა, ჩვენ ვცდილობთ რომ რეალობა დავანახოთ ადამიანებს სად არის და ეს რეალობა თან ჩვენ რასაც ვეუბნებით ხშირად არის მათთვის არაკომფორტული. არაკომფორტული მისაღებია. ის შენთვის ემოციურად გაცილებით მარტივი მისაღებია, როცა რაღაცა მოხდა და შენ ვერაფერს ვერ შვები. ანუ ვიღაცამ თუ ესეთი რაღაცა გაგიკეთა, მერე შენი თავი, შენი შინაგანი სინდისი გთხოვს, რომ ამაზე რაღაცა რეაქცია უნდა მისცე, როგორც მინიმუმ ხმა უნდა ამოიღო. გაიგე? რომელი უფრო კომფორტულია ამ ორ შორის? აი ეგ არის მთელი. ელემენტარული ყველაფერი ახლა მანდედან მოდის კიდე გეუბნები ამ ნუნისის ხეობაში 4 მილიონი კუბი მიწა რო შევიდა და ჩაიყარა. ეს ხო არ მომხდარა 1 საათში, ხო? ამას ხო წლობით უყურებდა იქაური მოსახლეობაც და თუნდაც თბილისიდან ჩასული ზაფხულზე მოსახლეობა. ამას ხო ხედავდა რომ ესეთი ულამაზესი ხეობა 2 მთახონახი არა რა ხეობა და 9 კილომეტრში გაქვს ნუნისი კურორტი. 200 მეტრში გაქვს ზვარისწყალი ბუნებრივი, ხო? რომელიც ამ ორი სოფლისთვის თუ ნორმალურ ქვეყანას, როდესაც გვექნება და როდესაც ხო გვექნება, ამ ორი სოფლისთვის არის რას წარმოადგენს, იცი რომ იქედან ადამიანი აქეთ კი არ წამოვა, ეკონომიკური არტერია სავითარი. ხო, წარმოიდგინე ზვარისწყალი, რომელიც 5ჯერ ცუდ რაღაცას ვიტყვი ნაბეღლავის და ბორჯომისთვის, მაგრამ 5 კომპონენტით აღემატება ერთსაც და მეორესაც, სამკურნალოდ ისევე. ნუნისზე აღარ მაქვს საუბარი, სოფლიო მნიშვნელობის კურორტია, ხო? გარემოზე მიყენებული ზიანი დათვლილი აქვს ვინმეს ან საერთოდ ანუ რას ლაპარაკო. ეგ მაგ იყო ხა ნუნისის სანაყარო, აი კორუფციაზე რომ ელაპარაკება, ნუნისის სანაყარო. დაჯარიმებული ყავთ 2013-ში და 14-ში, როცა შეიტანეს და ჩაყარეს რაღაც რამოდენიმე მანქანა. თუ შეიძლება იქ ჩაყრა, რატო დააჯარიმეს, ხო? რამდენი დააჯარიმეს? 50,000 თუ რა. აი ჯარიმის მიზნობრიობა კი არა, სად მიაქვთ ხოლმე ეს ფული, ეგ მაინტერესებს, ანუ გარემოს მიადგა ზიანი. ერთ არ მithumetes როცა ნაყარი მიწაა, ხო? ახდევინებ რაღაც ფულს და კაი, მან დარწახვიდი, სახ ბიუჯეტში მიდის და მე შეიძლება ინფრასტრუქტურა ბიუჯეტში მიდის, ბიუჯეტიდან. გარემოს სამინისტრო შაერიცხება. ის მიწა ხო მოაშორო იქიდან რაღაცა უქნა, ხო? აბა ის ვისართ მე მოვკაცამ ფულს. ხო და იმის მერე რაც დაიწერა. ბიჭო, მილიონი კუბური შეიძლება 50,000 იმ პროექტისთვის რა არის, იცი? 50,000 ვიღაცა ჯიბეში ედებოდა იქ ესე დადიოდნენ. ხაჭაპურის 60 კილომეტრზე ზვარიდან არ არსებობს ადგილი, სადაც მაგმასის მიწის დაყრა შეიძლება. 60 კილომეტრზე. შეტანილია 9 კილომეტრზე. ნუ კილომეტრი თქვა ბოლომდე. ახლა 60-ის მაგივრად 5 მილიონი კუბის შეტანა 1 კილომეტრზე. კიდე ერთ მნიშვნელოვანი ნიუანსი არის, რომ რას ითხოვს ის მოსახლეობა, იმათი სათქმელიც რომ რაღაცნაირად გავახმოვანოთ, ვისაც უკვე დაინგრა სახლები და რას თავაზობთ მათ სახელმწიფო და აქ რა არის უთანხმოების საგანი. ნუ მანდ ეხლა რა არის უყურე წეღანაც დავიწყე მაგაზე საუბარი. ამ თანხის გადახდა პრობლემას არ წარმოადგენს რა. ძალიან ისეთი თანხა, სადაც 9 მილიონი რომ იცით თითო ოჯახს, მივა ალბათ 60 მილიონამდე, ხო? 60 მილიონი არანაირი პრობლემა არ არის, ხა ერთ ჩინოვნიკს ლარზეა ლაპარაკი. ხო, ლარზე ერთ ჩინოვნიკს ექნება ალბათ ამ მანქანის ბარდაჩოკში მასში ექნება ჩადებული და ან უჯრაში აგერ ხო უპოვეს ხო პრემიერ-მინისტრი. ხო და ეგ თანხაზე არ არის მან საუბარი. მან საუბარია აღიარებაზე. თუ მიცემ გარკვეულ დიდ თანხას, კომპენსაციას, რომელსაც თქვათ, ნუ ეს ხალხი ამის თქმა არ მინდა ხოლმე, რომ კმაყოფილი იქ მილიონი რომ მიცე, მე ვიცი ადამიანები, რომელიც კმაყოფილი ვერ იქნებიან რა. იქ ისეთი რამე აქვს კმაყოფილო, ესე თქვა. მინიმალურად ადეკვატური იქნება. აი რაღაც უყურე ასე ვთქვა რა, რომ დაითანხმო, რომ იქ აღარ ავიდეს და ის თავის სახლი წამოიღოს რა. და ამის დათანხმება 9 მილიონიც რომ იცეს ზოგიერთი ვიცი მე იქ ამის დათანხმება და წამოსვლა იმის იქნება იქ ტრემლებით და ტირილით რა. ეს ნიშნავს აღიარებას რომ იქ დავაშავო. სხვა გამოსავალი არ ექნება იმ ადამიანს. მაგრამ ეს ნიშნავს აღიარებას რომ დავაშავო. აღიარებს ხო რომ დავაშა, მაშინ უნდა მიცე დაზარალებული სტატუსი. ვინ დააზარალა? სახელმწიფო. მე ხლა ბუნებას და წვიმას და თოვლს ვერ მოთხოვ ხო დაზარალებას. შეცდომის აღიარება არის. ხო, მაგ შემთხვევაში მე სუსის საქმეა გამოსაძიებელი კორუფცია და ასე შემდეგ. არა, იცი რა არის, მაგ პროექტზე ბოლოს მივა ეგ საქმე რა, აუცილებლად მივა. მან ისეთი რამე, მე ხო საუბრობ იმ გვირაბზე, 130 წლიანი გარანტია უნდა კონდეს გვირაბს. დღეს ახლა მე რო ჩავდივარ იქ, აი მიყურებენ კიდეც, რომ მოსახლეობა რომ აბა როდის ჩავდები მატარებელში და გავივლი იმ გვირაბში. ხო და ეხლა ვითომ მე მეჯიბრებიან რომ აი არ დაგჭირდა ისე გავლო და სამჯერ გავიარე 18 კილომეტრი ფეხით. მაგრამ კი ეხლა ვიტყვი ვაღიარებ რომ იყო დედაჩემს ჯანმრთელობას შეეხებოდა საქმე და დავჯექი და გავიარე. მას მე ომში ვარ ნამყოფი 2008 წელს და ვიცოდი რომ ტყვიები იყო იქ და ისროდნენ, მაგრამ
მაგაზე არ არის საუბარი. შეიძლება მეც გავიარო იმ გვირაბში. ანუ რა, ეცა გვირაბი რო დაგიხეს მატარებელში, აბა კარგად ჩაჯექიო. ხო, აბა იქ არა, მეორე მხარეს მიყვებოდი მატარებელს, ამათ ეგონათ იქეთ მიყვებოდი და სადგურზე ხო გამოხვედიო და მიდი მიყვები მატარებელს. არ აქვს მაგას მნიშვნელობა მე სად გავილი და როგორ გავილი. მანქანითაც ვარ იმ გვირაბში ბევრჯერ გავილი. რას უშვებია? გაეგოჩა. და ხო აი იმის მაგერად რომ კაც მადლობა ყველა საკუთრებს ამბობ. სადგურზე აშენდა ახალი სადგური მოლითში. ხო ეს სადგური ხა რამდენად დიდხანს გაძლევს, მთელი მთა დახსნილია მაღლა და შეიძლება გაისროლოს მალე მდინარეში, მაგრამ 200 მეტრია სოფლის ცენტრამდე. კლასაობა ხა ყველა სამივეს გვახსოვს ისინი მასაკის ვართ, აი გოგოები რო თამაშობა. კლასობანი. ესე დადის ხალხი იმ 200 მეტრს წვიმიან ამიჩი სადგურზე რომ მივიდნენ, რომ ტალახი და ეს წყლები და გუბე. ეხლა უყურე დღეს რო ავდგეთ ჩვენ სამივე და მივიდეთ ჩინურ კომპანიასთან და უთხრათ რომ ეს ახალი სადგური სადაც გააკეთე 200 მეტრია სოფლის ცენტრამდე, სადაც ეხლა გზა გააკეთდა. და ეს ბეტონის გზა დააგე აქ, ან საცალფეხო მაინც ერთი მიქსერი ბეტონი ჭირდება, რომ 2000 ლარის, რომ საცალფეხო ბილიკი გაეკეთები. ჩინელები ამაზე უარს არ იტყოდნენ, მაგრამ არ არის იქ მიმსვლელი არავინ, პატრონი არ არის. ეხლა ყველაფერზე მე რატო ვიყვირო, ხო, როგორ აღარ დავიღალე უკვე. თორე გეუნები 1 საათი მინე ხა აქედან ავალ ჩინურ თავარ ოფისში, ვეტყვი რომ აი ესე ტალახია, ხალხი წუხდება, ეხლა ამის თქმას რა უნდა ხო, მერიის თანამშრომელი ხარ თუ რაღაცა, რომ ხალხი მიწუხდება და ნებისმიერ არჩევნების დროს ჩინელებს დავაგებინებდი იმ ერთ მიქსერ ბეტონს იქ გასავ. ხო, აი ეგეთ ხალხს რა უნდა ელაპარაკონ. სახლი ენგრევა თვითონ, ხასარიდებს ტალახში დადის. ხო, გაფრთხილებასავით ვთქვათ, რომ მოდი ეს ხო და სახელმწიფო რას თავად სახელმწიფო ამათ გაყავს ეკომიგრანტებად, იმიტომ რომ სხვა გზა არ არის, მაშინ უნდა აღიაროს დანაშაული. და 30000-ია ლაპარაკი. კი, 30000-ია ლაპარაკი. რაც არის დაცინო. ხო, რომ შეცვალონ, ეხლა მე ბევრჯერ გამიგონია, რომ აი მოდი შეცვალონ კანონი, რა უნდა კანონის შეცვლას და აიყვანონ ეს თანხა, თქვათ, რამდენზე აიყვანონ, ეხლა 30000, 100000-ზე მეტი. ანუ ეკომიგრანტებს 30-ზე მეტი არ ეკუთვნით ესეთი კანონი გვაქვს? ხო, ანუ ეკომიგრანტი ნიშნავს სწორად დავაფორმულირებ, რომ რაღაცა ბუნებრივი შეიქმნა ისეთი სიტუაცია, რომ იქიდან კატასტროფის ან რაღაცა ესეთი დაუძლეველი ძალების ზემოქმედების შედეგად მოხდა რაღაც და სახელმწიფო ამ ადამიანებს უნდა დაეხმაროს თავის პასუხისმგებლობიდან გამომდინარე. ის კი არა რომ სახელმწიფომ დააშავა. სახელმწიფომ რომ დააშავა, ეგ ნორმალურ ქვეყანაში მართლა მილიონებზე ავიდო და ეგ კომპენსაცია. მაგრამ ეხლა მანდაც ხარვეზია, ეგ თავისთავად კანონში ხარვეზია, ხო? ეკომიგრანტის, თუნდაც ეკომიგრანტის სტატუსს აძლევ და 30000 ლარზეა, 30000 ლარს. ადამიანს სოფელში ჩეჩმა რო დაენგრეს, მიწა მოწყდეს და ჩეჩმა დაენგრეს, მაშინ უნდა მიცე 30000 ლარი. და რომ დაენგრეს სახლი, უნდა მიცე 30000 ლარი. ხო? კი ბატონო, მაშინ ეს ეკომიგრანტის სტატუსი პირდაპირ ჩაწერონ შიდრო, ვინც რა ზარალს მიიღებს, ის აუნაზღაურებს და აღარ გექნება აღიარება იმ ჩინური კომპანიის და აილეფის და იმის დანაშაულის აუცილებლობის. ხო, აღარ გექნება ამის დანაშაულის აღიარებლობა. ოღონდ უნდა ადგე და ახლა დაიანგარიშო იქ ვის რა ზარალი აქვს მიღებული. აი რა უნდა, მაგას უნდა ერთი კვირა რო ავიდეს ექსპერტი ალბათ. არაფერი არ არის მაგის დათვლა, არაფერი არ არის ელემენტარულად 9 საათში ითვლება ერთი სახლი. მეტი არ ჭირდება. ხო, იქ არის ახლა მე დაემატება მორალური, როცა იმ ხელაზარალია რომ მიცვალებული საფა ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ძალიან. ახლა ევროპული კანონმდებლობით თუ გაყვები, მაგალითად 20 წლის ცოლ-ქმარი თუ ცხოვრობს 20 წლის ასაკის ცოლ-ქმარი ახალგაზრდა ცხოვრობს და დაენგრა სახლი, ნაკლები კომპენსაციას აძლევენ ვინმე 80 წლისას. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ იმას მორალური ზიანი მეტი აქვს იქ ცხოვრების ის და ეხა იმ საფლავებშიც ეხა 20 და 30 წლის დაკრძალული ადამიანი 40 წლის წინ დაკრძალული ადამიანი იმათ შეიძლება ვერც იპოვა ვერაფერი რაც შეიძლება გადაასვენო და ახალ სამარხში გადაიტანო ის ხო რაღაც უფრო ემოციური ბმა იმ სასაფლაოსთან ვიდრე იქ ძვალსაც ვეღარ იპოვი იქ უკვე აღარაფერი აღარ იქნება და რა გამოდის რომ ხო უცებ საშინე ძალიან ცუდი რაღაცა მაგ კიდე ცალკე ის არის პრობლემა ამის იცი რა არის ახლა ვერკის და ხეო ძალიან ცუდ შედარებას გავაკეთებ, მაგრამ ლტოლვილი ხო არსებობს არა, აი ძალიან როგორ გითხრა ხა მეწოდე ხო, აი საშინელებაა რა, ლტოლვილი როცა ადამიანს რო გამოგაგდებენ შენსა. რაღაცა კიდე შანსი არსებობს. იმედი გაქვს რომ დაბრუნდეს. რაღაცის დაბრუნების. იქ ახლა ხო, იქ ხო შანსი არ არის მისვლის იმ სოფელში, ხო? აი რატო აკეთებ ეს? ეგეც რო იცოდე რომ ვერასდროს ვერ მიხვა, შევა ის ადგილი ხო იქ არის. შენ წარმოგიდგენ რო იცი რომ ის ნადგურდება. აღარ არის ხო განადგურდა, ადგილი განადგურდა მთლიანად რა. კარგი.
ხო და ნუ არ ვიცი ახლა მე იმიტომ კიდევ ამბობ რა საერთოდ იმ დანგრეულებს არაფერი არ ეშველება მაგრამ ახლა სადაც უნდა გაიაროს ამ პროექტმა ამ საუბრობ ხო ესმით ვიცი რომ განან და იმ სოფლებში იცინია გამოდი ამ ახალგაზრდობაზე მეშლება ნერვები რომ ვიცი რომ ვერ გააჩერებ პროექტს მაგრამ დღეს თუ იმ დეისის ბაბის იმ ქვების რა ჩამოვთვალე სოფლებში მოსახლეობა ცოტას იაქტიურებს ამ პროექტს არ გააჩერებენ ხო დაუშვათ მაგრამ შეიძლება იფიქრონ ბურღვით გატარებას ან იფიქრონ იმაზე რომ ღირსეული კომპენსაცია წინას წარმოგც თუ მაინც უნდა დაგანგრიონ ღირსეული კომპენსაცია მაინც აიღე ხო ბეჟათუბნელებს ახლა სოფელი რომელიც ქვეშაც გვირაბი გადის არც სასამართლო ჭირდა არაფერი არ ჭირდება ჩვეულებრივად შეუძლიათ ეს კომპენსაციები აიღო ეხლა ამას რო ახვიდე იქ და ელაპარაკო ესენი წავლენ სოფლის გამგებელს ეთქმა სოფლის გამგებელი ეთქვის მაგას შენგან წილი უნდა რაღაცას მოგიგონ მე გამსვრიან გაგსვრიან ისევ და ამიტომ არ ვეუბნები არაფერს ეხლა თუ იმეს გონია რომ ხალხი მეწოდება და იმდენ ვლაპარაკობ აღარ მეწოდება უკვე რა რაღაც დონემდე იყო რაღაც დრომდე რომ ხო მაგრამ რა აქვს შესაძლებელი აი ნაყარ მიწასთან დაკავშირებით აი ნორმალურ ქვეყნებში როგორ ხდება ხოლმე თქვით რომ რაღაც მანძილის როგორ ხდება და სადმე აქვს ეს მიწა ეგეც შენ ამ რაოდენობის მიწა ეგ მიწა გადის ტერიტორიაზე ძირითადად ვაკეტერი ხეობაში ხეობაში გამორიცხე რომ სადმე მიწის ჩაყრა შეიძლებოდეს ეგ არის გამორიცხული ეგ არის ხელოვნურად მოწყობილი კატასტროფა რომელიც აუცილებლად გამოიწვევს შედეგს ეხლა რომ ვსაუბრობ ჩვენ კარგ ზღაპარს ყვებით აი ესე გონია ხალხს მაგრამ რომ არ გამოიწვიოს შედეგი მაგაზე ეხლა ბევრს უსაუბრია კარბატონ ნინო ჩხობაძეს უსაუბრია რა ვიცი ბევრს რა და ეხლა იმათ კომპეტენციაში მე მგონი არავის ეპარება ეჭვი უნდა გავიდეს ვაკე ადგილზე მოიჭრას დაახლოებით 70 სანტიმეტრიანი ფენა მიწის აი რაც არის არსებული ნიადაგი დაიყაროს და ზემოდან დაედოს მე ნიადაგი ზემოდან ეს დაეყაროს ეხლა ეს ზემოდან დაყრები და ეს რაღაცები თუ არ გაკეთდება ხო როცა ეს ახლა რაღაც დო ნიადაგია გარემოს არ მიაყენოს ზიანი ხო ეგრე და ეს ეხდება მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამას თუ არ მოჭრი და ზემოდან არ დააყრი და ბალახზე არ შეიძლება დააყრა იმიტომ რომ ეს როგორც ხის მოჭრა არ შეიძლება ისე ბალახის დაზიანება არ შეიძლება ხო ნუ ჩვეულებრივ ახლა ეს კანონმდებლობაშია გათვლილი მაგას ვინ უყურებს მაგას კი არა ხო გეუბნები შეიტანეს და 5 მილიონი კუბი დინარეს ჩაყარეს პირდა გაუკეთეს ამ დინარეს კალაპოტი ისიც მერე გაუკეთეს ვერეს ხეობაში სამშენებლო ნაგავს პირდაპირ ვერეს აი ნაფეტროებისკენ რო გზამიდის იქ ნაკვეთი მქონა და წლიდან წლამდე უყურებდი იქ თან ნელა ვერესკენ როგორ იზრდებოდა პირდაპირ აი ესე მოდიოდნენ და სადღაც სხვაგან ამოთხილინე სიუჟეტებიც იყო მაგაზე მან კაც მარიც კიდე რა ხდება და რა და თან ნაყარი მიწა ხო ის არის სხვა სად თა ჩოლი ეს ნაყარი არ მანქანით რო ავდიოდი ზემოთ ავედით რა მანქანით რო ავდიოდი ანუ მანქანაშიც როგორ იგრძნობოდა იცი რომ ანუ აი ესე მიქონდა სულ და ის გზა დატკეპნილია სადაც მანქანა და დატკეპნით გავიარე ის მანქანის გზა იყო გვერდზე ცხენები დადიოდნენ მერე ცხენები ბალახობდნენ რა და ეს ფლოქები რამ სიღრმეზე ჩადიოდა ერთმანეთს არა უკვე თანდათან ნელ-ნელა ჟივდება ეს და იჟღენთება წყლით და ბოლოს დაიზრება როცა გატალახიანება მოხდა აი იმ დღეს ახლა ქალბატონი ნინო ჩხობაძე საუბრობდა და იმან კარგად ახსნა რა უფრო შიგნით ხო არის ჩაყრილი ქვა, ტალახია, მიწაა, ეს ყველაფერი ამაში რომ შედის ეს წყალი, ეს არხი, დინარის არხი, რას უშველის იმას ზემოდან დინარე რაც მიედინება, ის არ არის მარტო ქვემოთ სულ წყალი მოდის იქ და 3 კილომეტრიანი ბორჯომხარაგაულის პარკიდან მოდის ეს ხეობა და პირდაპირ შედის ამ ხილმაში, ჩაყრილ მიწაში. ეს უნდა გარდაიქმნას ტალახად. ამას დრო ჭირდება. ეხლა იქ დაბლა რამდენი პროცენტია ტალახი შეტანილი და რამდენი მშრალი მიწა და რამდენი ქვა იმის მიხედვით იქნება დრო მაგის დაძვრის. თუ ბევრი ტალახია შეტანილი და ცოტა მიწა მშრალი და ცოტა ქვა, მალე დაიძრება თუ დაიძრება პრინციპში მაგაზე. ეს სველდება ზემოდან შრება, ზემოდან ეხლა წარმოიდგინეთ, როგორი სიცხეს და გვალვაც არ უნდა იყოს სოფელში ხა მისმეს მე თუმეტე სოფელში ცხოვრობს ბარსრო დაკრავ ქვემოთ სველია. არა, გაშრობის დროს ვამბობ, გვალვის დროს. 9 მეტრზე რო ამოჭრი მიწას იქ სველია ხო მაგას ვამბობ და დანარჩენია მშრალი და ყოველ პროცენტულად გაშრობა ნაკლებია დასველებაზე იმიტომ რომ ამ ხელა ხეობის წყალი შედის შიდ ეხლა იქ ზამთარში თოვლის დნობის და ის წყალი რო შევიდა იმას მანდაც არ უნდა ვსულიყავით საათმატარეთ გადარჩენილები ხართ ერთი ცხოველია დასაკლავი რა მე ეხლა იქ ვაფშე კარავი უნდა და საათმატარეთ სანაყაროს და უნდა მოვითხოვო, მოვიდნონ, მომიყვანონ ერთი სპეციალისტი, გადაუხადონ რამდენიც უნდა ფული, მილიონები თუ გინდა,
მოიყვანონ ვინმე და მითხრას, რომ აი ეს ნუნისის სარაყარო არასდროს არ დაიძრება, არაფერს საფრთხეს არ შექმნის, ყველაფერზე მოვიხდი ბოდიშ, რაც აქამდე მისაუბრია და თუ დამიჭერენ კიდე რომ ამ ვაშანტაჟებდი იმას, რა ქვია, მთელ რაიონს და მთელ რკინიგზას, მაგაზეც თანახმო. ოღონდ სპეციალისტმა თქვას, რომ არ მოხდება იქ რა. კვლევაც კი ჩაატარეს იქ და ვითომ კვლევა. ოღონდ ეს სპეციალისტების დასკვნას ისე წერენ, რომ პასუხისმგებლობას არავინ არ იღებს, რომ ეს ან ამის ბრალი არ არის. ხო, კალაძე ეს ბრალი რო არაფერი არ არის. ანუ იქ კვლევაში გადაწერეს, იცი? იქ რატო დაინგრა? ხო კითხვა ის დგას, რატო დაინგრა სოფლები? და ამათ კვლევაში დაწერეს, რომ ქარი უბერავდა. ქანები დაიძრაო და ამიტომ დაინგრა სახლები. ხო და რატო დაიძრა? ეგ კი არ დაწერეს. ქანები რატო დაიძრა ეგ? არა. წარმოიდგინე. სხვათა შორის ის გეოლოგიური დასკვნას მე მაგასაც არ ველოდებოდი, რომ ბოლოში მას მიაწერდნენ შესაძლებელია ხელოვნური ჩარევითო. იმიტომ რომ მაგრად დადგნენ. ვიღაცამ პროკურორისთვის დაწერა ეთყობა ეგ დესპერტ თავის დროზე. რაღაცა ხავსი მქონდეს რომ მოვეჭიდო. ვიღაცა მაინც მაგრამ დადგნენ, მე არ მკვდარ. შენ წარმოგიდგენია მაგ ფრაზაზე რა ამბავი იქნებოდა, მაგრამ ეთყობა არ დაუწყვეს, იმიტომ რომ დასაჭერ საქმეს მე წარმოდგენილი მაქვს, რომელ კაბინეტში იჯდნენ. რაზე მიდიოდა საუბარი, როგორ წინააღმდეგობას წევდნენ, ის ვინც ეუბნებოდა კიდე იქ რომ ასე უნდა გავაკეთოთ, იმიტომ რომ იგუნსაძე დაურეკავდა რკინიგზიდან იქ ვიღაცები ჩაერთვებოდნენ და ესე უნდა დავწერო, მე იმას დაუმტკიცებდნენ ეს და ის არ არის უჭკუო კაცი და ისიც მიხვდებოდა რომ იქ საშინელება ხდება და ბოლოს დათანხმდებოდა რომ აი ეგეთი წინადადება ჩაწერეთო რა, აი ესეთი ჭიდაობა იქნებოდა იქ. კარგი, მეგონი ბოლოსკენ წავედით ნენელა, მადლობა კახა, მე რამდენიმე თვეა რაც უფრო ეს ახლოდან ჩავიხედე ამ ამბავში, შენც გაგიცანი, მანამდე მე ზოგადად კი მქონდა ყური მეც ესე მოკრული, მაგრამ როგორც ალბათ მთელი საზოგადოება იმდენად არ ვიყავით ამ საქმით ისე როგორც უნდა ყოფილიყავით დაინტერესებული და მადლობა იმისთვის რომ ამ მთელი ამ წლების განმავლობაში შენ იბრძოდი და მიუხედავად იმისა რა ტალახის როლაც და ყველაფერი მათ შორის ფიზიკური ზეწოლაც იყო შენ წინააღმდეგ ამის მიუხედავად არ გაჩერებულ ხარ და სადღაც გამოჩნდა რომ მართალი იყავი. მადლობა ამისთვის და ხო ასევე მინდა გამძლეობა უსურვო იმ ადამიანებს ვინც თავისი მთელი ცხოვრება დაკარგა ფაქტობრივად იქ თავიანთი სახტკარის სახით და იმედი ვიქონიო რომ ამ ხელისუფლების ხელში თუ არა რომელიმე ნორმალური ხელისუფლების ხელში მაინც მიიღებენ ისეთ ტიპის ანაზღაურებას რომელიც მათ ტკივილს შეიძლება ბოლომდე ვერ უშველის ვერაფერს მაგრამ ღირსეულს მაინც უწოდებთ ჩვენ დანარჩენი მოქალაქეები ამას. გაიხარეს, მადლობას მეც გეტყვი, იმიტომ რომ ორჯერ ამ თემას ჩემთან მიმართებაში თითქმის არავინ არ შეხებია. და ყოველთვის ჩემი საზომი ხა შეიძლება ბევრს ეწყინოს, პოლიტიკოსი იქნება, ჟურნალისტი იქნება, სპეციალისტი იქნება. რა ვქნა, ეს 12 წელი ეს პროექტია. ამ პროექტს ერთხელ და მე მეორეთაც რო შეეხება ადამიანი, უკვე იმას ვაღიარებ, რომ არ არის რაღაცაში გახლართულ გაბლანდული. იმიტომ რომ ბევრჯერ მითხრეს ხოლმე, რომ აი იმან ხო თქვა რა, გავიგე რო თქვა და მე ისიც გავიგე ხოლმე, რომ რატო გაჩვენდა. ხო და ერთხელ თქვა არ არის რა ქვია პრობლემა. მაგაზე ღიად გეუბნები რომ არავინ არანაირ კონტაქტში არ უცდიათ. არა ვიცი და იმიტომ ჩვენ ჯიუტები ვართ. იმიტომ გამოვთქვი აზრი ახლა თორე. ბევრი მინახია ხოლმე რომ აი ძალიან ჩავანა კატას როლი უთამაშია რა აყირებულა. ხო და მე ჟურნალისტისთვის უთქვია ტელევიზიის დირექტორს რომ პატარა ვინმე მარი ფიქრობს რომ პატარა ტელევიზიები იყო მაშინ მე არ ვერ ვეკვეოდი ისე კარგად ვინ რა იყო და გადაცემაში დავჯექით ვილაპარაკეთ ერთი ახალგაზრდა კარგი კაცი იყო ჭიათურელი ვისაუბრეთ ამ თემაზე კარგად და გამოსვლის დროს დამიძახა ტელევიზიის ხელმძღვანელმა და ეს რა საინტერესო თემა ყოფილაო და შენ ყოველდღე აქ უნდა იყო ეს თემაო და ჩემი წამოსვლის მერე ჟურნალისტს უთხრა რომ მაგ თემაზე ხმა აღარ ამოიღო მეორე დღეს და იმ ღამეს ვისაც დაუკავშირდა ისიც ვიცი მოკლედ მე გეტყვი როდის გავაკეთებ მესამე აი შენზე არის დამოკიდებული მესამედ შევეხები ამ თემას შენ თუ ჩამიყვან და იმ ხალხს დამარაპარაკებ მის ჩემზე თქვა თანამდებობა აი გენი გამირკვე მინარიან და აი ესე პირდაპირ ჩავიდეთ და ვილაპარაკეთ არ გეზარება მადლობა ხო მინდა თქო მე რომ თქვა